მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებელო დღეს ქართული ერთობის დარბაზის სხდომა გვაქვს აქ წარმოდგენილი არიან ჩვენთვის საყვარელი ადამიანები ჩვენი სამშობლოსი კულტურის, ხელოვნების, გიგანტების, სპორტის, წერლობის, პოეზიის, მეცნიერების ყველას უყვარს ძალიან ჩვენი სამშობლო. თითოეული მათგანი დღედაღამ ფიქრობენ ჩვენ სამშობლოზე, მის მომავალზე. ისინი არა მარტო ფიქრობენ, ზრუნავენ ჩვენ სამშობლოზე. იმით, რაც მათ ხელეწიფებათ. აი ესეთი სახელოვანი ადამიანების მხრებზე არის ჩვენი სამშობლო. ბევრი ტკივილი გადავიტანეთ. ბევრი წუხარება გადავიტანეთ. სიხარულიც არაერთი ვინახავს აი ამ ძიმე პერიოდში. მოდით ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ჩვენ ხალხთან ერთად, ჩვენ ბრძენ ხალხთან ერთად. პირველ რიგში ჩვენ ერთმანეთს პატივი სხვადასხვა აზრის წარმომადგენლები ვართ, შეიძლება ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით აქ შეკრებილი. მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის მოსაზრებას. ჩვენი სამშობლო თითოეული ჩვენთაგანი სამშობლო. მიუხედავად იმისა, ჩვენ როგორ გვესახება თუ როგორ მიგვაჩნია ამა თუ იმ პრობლემის მოგვარები. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი როგორც გითხარით, ფიქრობს და ზრუნავს ჩვენს მომავალზე. ჩვენ პატივს ვცეთ ერთმანეთს და ჩვენი მეთაურობით ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც თანდათან დაკარგულია, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა აღდგენილიყოს. თაობებს შორის პატივისცემა აღდგენილიყოს. სხვანაირად ჩვენ სამშობლოს ვერ გადავარჩენთ. დიდი ხანია მეცნიერთა კონგრესი მუშაობს ჩვენი ქვეყნის იმ ძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაზე, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით. შეიძლება ითქვას დღედაღამეს ასწორებენ. ჩვენი მეცნიერები, ხელოვნების, კულტურის, სპორტის წარმომადგენლები, გლეხები, ყველა დარგის წარმომადგენლები. დიდი ხანია წლები არის, შეიძლება ითქვას უკვე 2000 წელი არის, რაც ბატონი თემურ შაშიაშვილის მეთაურობით ამ მიმართულებით ერთი დღეც არ გაჩერებულა მუშაობა. და როგორ კარგად არის დახვეწილი, ჩამოყალიბებული ყველა ის პროგრამა, რაც სახელმწიფოდ უნდა გაიხადოს ჩვენმა ხელისუფლებამ. და რა უნდა გაკეთდეს? რა გაკეთდა, რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს, ამის შესახებ ბატონ თემურ შაშიაშვილს ვთხოვთ. დიდი მადლობა ბატონ ჯუმბერ, დიდი მადლობა ბატონ ჯუმბერ კოპალიანი, რომელმაც ჩვენი შეხვედრა გახსნა ქართული ერთობის დარბაზის ხელმძღვანელი გახლავთ დღეს. ძალიან ცნობილი მოღვაწე, ჩამოვიდათ მანისიდან, აქ ჩვენი დიდი ისტორია და მსოფლიო ისტორია, როგორც იტყვიან და ამას მინდა დიდი პატივისცემით მივესალმო. ჩვენ დღეს საუბრობთ და ვაგრძელებთ საუბარს იმ დოკუმენტზე, რომელზე მუშაობაც დაიწყო 2004 წლებში და 2006 წელში ძალიან დიდი სახე მიიღო მან და როდესაც შერატონ მეტეხი პალატში დიდი შეკრება შედგა 1000-მდე ჩვენი მეცნიერების და ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმის შემდგომ ჩვენ აი ამ დიდი დოკუმენტებით მოვედით, აი პროგრამები, რომელიც შექმნა მეცნიერთა კონგრესმა. პირველი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა, იყო სწორედ ის, რასაც ქვია წარწერა მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო. ამ დოკუმენტში გამოკვეთილად ითქვა რამდენიმე რამ და აქ ხაზი მინდა გაუსვა. ითქვა, რომ ქართული ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას. არასდროს სხვა დოკუმენტებში ადრე ასე არ ყოფილა გამოკვეთილად და როგორც მეცნიერებათა აკადემიაში და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ბრძანა და საპატრიარქოში აღინიშნა, აი ესეთი ქართული დოკუმენტი, როგორც არის მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო 21 საუკუნეში იშვიათად თუ ამბობენ ისინი, რომ არ შექმნილა.
აქ არიან ამ დოკუმენტზე ხელმომწერები და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე გახდით იმ პროცესის მონაწილე, როდესაც მერაბ ბერძენიშვილის სახლში ეს დოკუმენტი იქნებოდა და როცა რეზო ჩხეიძის სახლში ხელი მოეწერა ამ დოკუმენტს. დღეს ძალიან ბევრი არ არის ცოცხალი, მაგრამ ჩვენ მათამი პატივისცემა განსაკუთრებით ბატონი მერაბს, ბატონ რეზოს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის, ბატონ გივი თოიძეს, ბატონ ომარ მხეიძეს, როგორი განწყობა ჰქონდათ, ბატონ გიგაბათიაშვილის, ბატონ რეზო ბალანჩივაძეს, არნოლდ გეგეჭკორს, ჩვენმა გურამ დოჩარაშვილმა საოცრად ბევრი რამ გვიკარნახა ამაში, ისევე როგორც ჭაბუ ამირეჯიბმა და აი ასეთი დოკუმენტია, ესეთი სახალხო დოკუმენტია ის, რასაც ქვია მოქმედების მანიფესტი. უბრალოდ მე ვიდრე ვიტყოდე და წარმოვადგენდი აქ მეგობრებს ჩვენ ძალიან სათაყვანებელ პიროვნებებს, მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ამ დოკუმენტში პირველად ჩაიწერა, რომ თავარში ერთ ბიბლიური მცნება, რა ითქვა, საქართველოსთვის თავარია ვითანამშრომლოთ როგორ თავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული. ითქვა რომ თავარია სამშობლო, სადაუა რომელი პოლიტიკური შეხედულებაც ჰქონდეს, იქ იყავი, მაგრამ სამშობლოს არ ეღალატების და ყველამ ერთმანეთი რა საწინააღმდეგო მოსაზრებებიც არ უნდა ჰქონდეს, სიყვარულით ველაპარაკოთ ერთმანეთს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა. დღეს აქ არიან ადამიანები, თქვენ გახსოვთ გელათში, მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ შენობაში, გახსოვთ რუსთაველის თეატრში, თქვენ ყველანი იდეკით სცენაზე, ბატონ ტარიელ ხარხელაური, ბატონი რომან რურუა, ბატონი თემურ გუგუშვილი, იმ პიროვნებებთან ერთად რომლების დავასახელეთ და ჩვენ ეს დოკუმენტები მივიღეთ, შემდგომ გადავინაცვლეთ ბათუმში, ვიყავით გორში, ვიყავით ქუთაისში, ვიყავით თელავში, ვიყავით ყველგან და 100,000-მდე ადამიანმა ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს. უბრალოდ ჩვენ ვამბობდით, რომ პოლიტიკოსების დრო არ არის. არის დღეს დრო, როდესაც ქვეყანა სჭირდება პროფესიონალები და პროფესიონალებმა უნდა შეძლონ ის, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან. სამწუხარო ის არის, რომ პოლიტიკოსებმა ეს არ ისმინეს, პარტიებმა ეს არ ისმინეს და ყველას გონია, რომ მასთანაა გამარჯვება. გამარჯვება არის ქართველ ხალხთან, გამარჯვება არის საქართველოსთან და ეს დოკუმენტი სწორედ ამის ყველაზე დიდი ნიშანსვეტია, როგორც იტყვიან მოქმედების მანიფესტი, ერთი სამშობლო, ერთიანიერი, გაერთიანებული სახელმწიფო. მე ამ რამდენიმე ხნის წინ როცა საოპერო თეატრში სეზონი დაიხურა, ბატონ თემურ გუგუშვილს უსმენდი და ესე იგი ჯერ მისი აბესალომი ხო ვიცით. ეხლა მისი ეს დაიში სასაული და ფეხზე წამოუდგა მთელი დარბაზი მას. თქვენ წარმოიდგინეთ გადაჭედილი ოპერის თეატრი და მთელი დარბაზი მას წამოუდგა ფეხზე. რატომ? იმიტომ რომ ის არის პროფესიონალი, ამ საქმეს ცოდნე და კულტურაში რო ასეთი ადამიანები არიან, ეს არის ბედნიერება. მე არ ვიცი ბატონ ტარიელ ხარხელაური სადაც დადის, გადაჭედილი ეს დარბაზები და ვარ ბედნიერი რომ ვთქვათ მეგობრობ, ვიცნობ მის ოჯახს, ყოფილ ვარ მის სახლში, ყოფილ ვარ მის სოფელში და ბედნიერება რომ ქვეყანას ყავს ასეთი ადამიანი და ბატონ ტარიელი ჩვენ ყველანი ვამაყობთ. ბატონი რომან რურუა არის ერთი დიდი ნიშანსვეტი და არა მარტო სპორტში. მახსოვს, რა ვიცი, ზოგიერთი აქ ფესრებოდით მაშინ, როდესაც მერაბ ბერძენიშვილის სახლში წყდებოდა საკითხი, რომ ვინ შეიძლება მოაწეროს ამ დიდ ქართულ დოკუმენტს ხელი და ვამბობდით მაშინ, როცა დასახელდა ბატონი რომან რურუა, რომ ითქვა ბატონმა მერაბმა თქვა, ეს არის უდიდესი სპორტსმენი მსოფლიო მასშტაბის, მაგრამ აქ ხო საზოგადო მოღვაწეებიო და მე ბატონ მერაბს მიუტანე მისი ინტერვიუები და ბატონმა მერაბმა მითხრა, ეს მოღვაწე ყოფილა როგორც უფრო დიდი მოღვაწე ყოფილა ვიდრე სპორტსმენიო და იმის შემდგომ აინა გახსოვთ როგორ განვითარდა ყველაფერი ესენი. დღეს ჩვენ აქ ჩვენს წარმოდგენილი ვართ ბატონი ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში რამდენიმე პიროვნება როგორც ფონდის ხელმძღვანელი ხელობაში მაქვს ესე იგი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ეს წიგნი რომ შეიქმნა, ეს არის უნიკალური პროგრამული დოკუმენტი, უნიკალური პროგრამული დოკუმენტი და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ აი ესეთი პიროვნება მას უდგას სათავეში სასაული მეცნიერების დოქტორი, გამორჩეული კონსერვატორიის პროფესორები არიან მისი შვილები და ნუ რა ვიცი რაღაც დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა დაუდასტურო მას, ისევე როგორც ვთქვათ აი ეგერ ჩვენ ამ დოკუმენტში გვიწერია რომ ერთ-ერთი 4 საყრდენი აქვსო ქართულ ძალიან დიდ საქმეს, სამომავლო საქმეებს. ეს არის იოანე პეტრიცის ფილოსოფიური მემკვიდრეობა, ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა, დიმიტრი უზნაძის
განწყობის თეორია და ეს დიდი მეცნიერული მემკვიდრეობა და ილია ჭავჭავაძის ეროვნული მემკვიდრეობა. აგერ არის კაცი ბატონი ბესიკ ბოგველი, რომელიც აი როგორც იტყვიან დღეს იბრძვის ყველაფერი იმისათვის, რომ ის ინსტიტუციც აღდგეს, რომელიც გაუქმდა და საერთოდ ამ ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები კიდევ უფრო მეტად წამოწეული იყოს და დიდი ფსიქოლოგია. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვამბობთ, ყველას ვეუბნებით სახალხოდ და საჯაროდ. ბატონებო, ამ პიროვნებებმა იმ ხალხთან ერთად 2006 წლიდან 2010 წელში დასრულდა ეს ყველაფერი და 2011 წელში უნდა გამოვიდა საჯარო განხილვაზე. და 2015 წელში იყო განსაზღვრული, რომ უნდა შემდგარიყო ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობრთა მსოფლიო კონგრესი. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ წინა ხელისუფლებამ არ დაუჭირა მხარი, რომ ეს დიდი კონგრესი შემდგარიყო და ძალიან ბევრი ვიწვალეთ, მივიტანეთ ეს დოკუმენტები ყველაფერი, როცა ასეთი პიროვნებები აწერენ ხელს, ვინც აქ არიან და დავასახელეთ კიდე რამდენიმე პიროვნება ჩვენ, ვინც ასეთ და სხვათა შორის 100,000-მდე კაცი შემოუერთდა მას, ითქვა იმის თაობაზე, რომ აი მოდით წავიდეთ ამ დოკუმენტით. ეს დოკუმენტი არის დიდი ქართული დოკუმენტი. დღეს ყველა ლაპარაკობს იმ საკითხებზე, რომელიც აქ წერია. მაგრამ ყველას დაავიწყდა, რომ აი ხელის მომწერები ეს ხალხი არიან, რომლებმაც მაშინ დიდი ზარი შემოკრეს. მერაბ ბერძენიშვილმა მაშინ თქვა, რომ ჩვენ დღეს დიდი ზარი შემოვკარეთ საქართველოსთვის. თუ საქართველო ამ დოკუმენტს მიიღებს და ამ დოკუმენტს ესე იგი ეს დოკუმენტი შევა ყველა ოჯახში, ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთო. ვერ შევძელით ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს, ბატონმა ჯუმბერმა კი შეგვაქო, მაგრამ ვერ შევძელით ჩვენ ეს, იმიტომ რომ ჩვენ ტელევიზიები არაფერი არ მოგცეს, ვიწვალეთ და მერაბ ბერძენიშვილი მამაშიც დიდი პიროვნება აღმოჩნდა, როცა თქვა, რომ ეს ტელევიზიები დაღუპავენ ამ ქვეყანას და დავანებოთ ამ პარტიებს თავი და ერთი ტელევიზია შევქმნათ ქართული, რომელიც იქნება და საქართველოს მოემსახურება და რომ ვერავის ვერ შეეძლება რა ფულიც არ კონდეს, რომ ის ტელევიზია იყიდოსო და მისი წინააღმდება იყო, რომ 4%-ზე მეტი ყიდვის უფლება აქციების არავის არ აქვს. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ ბატონებო, რომ თქვენ ხართ ამ 94% მფლობელი, ვინც ხელი მოაწერეთ ამ დოკუმენტს და თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ ერთადერთი ტელევიზიაა საქართველოში, რომელიც არის სააქციო საზოგადოება, რომლის აქციები გამოტანილია და ნებისმიერ პიროვნება შეუძლია იყიდოს. მაგრამ ის 4%-ზე მეც ვერ იყიდის. ჩვენ ყველა ტელევიზია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ თუ თქვენ ხართ თავისუფალი ტელევიზიები, გამოიტანეთ აქციები და გაიყიდოს და ნებისმიერმა პიროვნებამ იყიდოს ის აქცია, როგორიც გინდათ. აი ამიტომ ასეთი დიდი საქმეები სათავეებთან იდგნენ ჩვენი ისინი, მე არ მინდა ყველაფერს შევეხო, მაგრამ აი ბოლო ნაწილში კი აუცილებლად რაღაც რამდენიმე რამ უნდა ვთქვა ამ დოკუმენტში. ერთადერთი დოკუმენტია, სადაც წერია, რომ ყველაფერი ამაში ჩვენი ბრალიცაო, ქვეყანა ამ მდგომარეობაში რომ არისო, იმიტომ რომ ჩვენ ინტელიგენციამ გავერიდეთ პოლიტიკას და ყველას მივეცით საშუალება, რომ გაქცეულიყო პოლიტიკაშიო და პოლიტიკაში გაქცეულებმა ქვეყანას ვერაფერი ვერ მისცესო. ბატონ რომან რურუას თავის რამდენიმე დაშრომში ერთი ასეთი რამ აქვს, რომ ვინც პარლამენტისკენ გარბისო ეჭვით უნდა შევხედოთ, მაგრამ ვინც პარლამენტში გჭირდება, იმას უნდა შევეხვეწოთ, დაუჩოქოთ, თხოვოთ, რომ აი ეს იყოს სწორედ საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გვეფიქრა იმის თაობაზე, რომ სახალხო პარლამენტის საზოგადოებრივი პარლამენტის შემდგარიყო და დღეს აეგერ ქართული ერთობის დარბაზის და მისი ამ დოკუმენტზე ხელმომწერების წინ ვამბობთ იმას, რომ ესე იგი ასეთი რამ უკვე ცნობილია და 21 სექტემბერს მერაბ ბერძენიშვილის ეზოგარემოში შეიკრიბება ის 150-მდე ადამიანი, რომელსაც რეკომენდაცია მიცეს საქართველოს მოსახლეობამ ამ დღეებში უკვე 1 აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება ყველა სია, რომ თქვენ გექნებათ საშუალება და სწორედ ქართული ერთობის დარბაზი და ყველა ის ვინც მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს იქნებით, რომელიც წარუძღვებით ამას და ეს დოკუმენტი იქნება მაშინ დაურიგდება კიდე ყველას აი ეს დოკუმენტი, რომელზეც თქვენ ხელი მოაწერეთ, იმიტომ რომ საქართველოს უნდა იცოდეს როდესაც ძალიან დიდი სიბნელე მოდიოდა ქვეყანაში იყო და გაგრძელდებოდა, აი იმ პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებიც აი ასეთ ნათელ, მართალ, მომავლის დოკუმენტს აწერდნენ ხელს და დღეს ყველანი რომ ლაპარაკობთ იგივე პრინციპებით, რომელიც ამ დოკუმენტშია ჩამოყალიბებული, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ამ დოკუმენტზე დიდი კაცების ხელმოწერაა და ეს ხელმომწერები დღეს აქ არიან ბატონი რომან რურუა, ბატონი ტარიელ ხარხელაური, ბატონი თემურ გუგუშვილი, ვინც დღეს აქ ვართ და ამ შეკრებას, რომელიც 21 სექტემბრისთვის ჩვენ გვინდა რომ 21 სექტემბერს
პირველი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა ამ საზოგადოებრივ პარლამენტმა უნდა მიიღოს, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა უნდა განიხილოს, რომელზეც ჩვენ ყველა ვიმუშავეთ და ბოლო რედაქციას და ბატონ ჯუმბერთან ერთად უკეთებდით ჩვენ და ნახეთ, რომ დღეს გაგრძელება ამ დიდი დოკუმენტის გაგრძელება ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. 21 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღე უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ იმ დღეს ვთავაზობთ საზოგადოებას, რომ 2021 წლის 26 სექტემბერს შედგეს ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი, რომ ჩამოვიდეს ყველა და შევიკრიბოთ იმ პრინციპით, რომელიც აქ წერია, რომ თავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, ყველაფერი სიყვარული. გავერთიანდეთ, არაფერი ჩვენ ერთმანეთთან საწინააღმდეგო არ აქვს. ამ დოკუმენტში წერია მნიშვნელოვანი რამ და აქ მინდა ეს ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოს ხშირად ჰქონდა კრიზისული მომენტები, მაგრამ ყველაზე კრიზისული როდის იყო ქვეყანაში მდგომარეობა, როცა ქვეყნის შიგნით ვებრძოდით ერთმანეთს. როდის გამოვდიოდით კრიზისიდან? როდესაც ქვეყნის შიგნით ვერთიანდებოდით. როდესაც ვერავინ პოულობდა ჩვენში საყრდენს გარეძალა, რომ როდესაც ჩვენ დაპირისპირებული ვართ, ყველა ეძებს სათავისო ძალას და დღეს რეალურად დაკავებული ყავთ. ყველა ოპოზიციაში, ხელისუფლებაში სხვაგან გარეძალებს. ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. ამ დოკუმენტში მინიშნებულია, რომ ძლიერები თანამშრომლობენ, სუსტები პირისპირდებიან. ჩვენ ძლიერთა ქვეყანა ვართ. აი ამიტომ არავითარი დაპირისპირება ამ ქვეყანაში. ბატონმა ტარიელ ხარხელაურმა ძალიან კარგად უნიკალური ლექსია, ბევრმა ალბათ ზებირად ვიცით და შემიძლია ვთქვა, მაგრამ ერთი კარგი რამ აქვს იქ მოცემული, რომ ტახტისთვის ბრძოლა ადვილი, მაგრამ დავითობა აძნელიო, დავითობა აძნელი დღესაც უჭირს ამ ქვეყანას, აი ესე გამოკვეთილად აქვს ნათქვამი. მას და ვიმეორებ, რომ აი აქ დღეს ასეთი შემადგენლობით ჩვენ არ ყოფილვართ ამ დარბაზში შეგრებილი. მხილობაში მაქვს ცალ-ცალკე ხელი შეიძლება ყველანი, მაგრამ ასე ერთად თქვენ არ ყოფილხართ. მე მინდა ქედი მოვიხაროთ თქვენ სინაში, მადლობა გითხრათ, თქვენ დიდი კაცები ხართ და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს ისტორიაში ეს დოკუმენტი ისე დარიგდება 21-ში, რომ ყველა მიცოდეს, რომ აი ასეთი დოკუმენტი შეიქმნა და ასეთმა კაცებმა მოაწერეს ხელი. ჩვენ მოვიწევთ იქ მერაბ ბერძენიშვილის ოჯახს, მოვიწევთ რეზო ჩხეიძის ოჯახს, მოვიწევთ ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს, მოვიწევთ გივი თოიძის, ომარ ფხეიძის ხებს და მათ შთამომავლებს გადავცემთ და ვეთქვით, რომ თქვენ იცოდეთ, ყველა შთამომავლობა მიამაყოს, რომ როდესაც რთული მდგომარეობა იყო ქვეყანაში, იყვნენ კაცები, რომლებმაც ასეთ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ეს დიდი შეკრება უნდა იყოს. დაახლოებით ისეთი შეკრება დღეს ეს წიგნი აღარ მაქვს, ბატონმა რომანმა აღარ მოიტანა ჩვენთან 3000 სალით უმეტი ტირაჟით გამოვეცით, მაგრამ მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სამშობლოში. რამდენი მოვიტანეთ, ყველას პარავენ, აქ იმდენად კარგია და იმდენად კარგი წიგნია და იქ არის ერთი ბოლოში ბატონი რომან რურუა ზის და მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე ბოლო მედალი თამაშდება. და მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე ბოლო ის არის ბოლო სპორტული ასპარეზობა. ამ ასპარეზობაზე შედის რომან რურუა. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოთა კავშირს არც ერთი медали არ ქონდა, ესე იგი წაიქცა, დანადგურებული იყო. ყველაფერი იყო რომან რურუაზე. ამ კაცმა იქ ზის დაფიქრებული სასაული სურათია ის და დაფიქრებული ზის და ეს კაცი გავიდა სცენაზე და ბეჭებზე და ეს არის რო არ დამარცხებულა სცენაზე და არავის გარედან რო არ დაუმარცხებია და ესე იგი სირცხვილი ჩამორეცხა ყველას. თელს როგორც იტყვიან ამოდენა ქვეყანას მაშინ და ერთი медали და ბოლო თამაში იყო მისი. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, როდესაც ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი შედგება, ყველა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანები, ვინც არიან წერლობაში, ხელოვნებაში, ესენი ჩვენი ქართველები და უცხოელები უნდა მოვიწვიოთ დიდი პროგრამა იმ წიგნში შეტანილია და რომან რურუას ეზოში უნდა შედგეს დიდი შეკრება, სადაც ვხედავთ ჯვარსაც, ცხეთას, იქ არის ყველაფერი, საიდანაც უნდა თელ მსოფლიოს უთხრათ, რომ პოლიტიკოსები ვიდრე გადაწყვეტილებას ნაგავსაყრელი იყო. ბატონო, სასაული რამ გააკეთა ამ კაცმა, სასაული რამ გააკეთა და ამიტომ დღეს ეს ბედნიერება, ამიტომ ვამბობ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ ნელ-ნელა 21 სექტემბერს თქვენ იყავით მზად იმისთვის, რომ
1-25 კაცს მოგმართავთ თქვენ საზოგადოება და გთხოვთ იმას, რომ შეხვედრა გააკეთოთ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან, შევხვდეთ მათ და უთხრათ რეალურად რაც არის ქვეყანაში, ჩვენ არაფერი არ გვჭირდება, ჩვენ არავითარი არც ერთი თანამდებობა და რაიმე არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ერთი რამ, რომ მდიდარ ქვეყანაში ღარიბად არ უნდა ცხოვრობდეთ. ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის მდიდარი ქვეყანა. მდიდარ ქვეყანაში ღარიბად რომ ცხოვრობთ, ეს არის ჩვენი სისუსტე. დაპირისპირება, რომელიც გვანგრევს ჩვენ, ინტელიგენცია სჭირდება დიდი შემოძახილის გაკეთება, აი რომელმაც უნდა თქვას, რომ დაპირისპირებულებიდან მართალიც რო ხარ, დაპირისპირება დღეს ანგრევს ამ ქვეყანას და ვთქვათ ხმამაღლა და პირდაპირ, აგერ ისტორიკოსია ჩვენთან ბატონი ჯუმბერ კოპალიანი. პირველ საუკუნეში, პირველი 1000 წლების დასაწყისში მოხდა საქართველოს გაერთიანება. ფარნავაზი გახდა მეფე, რომ არ ყოფილიყო ქუჯი, შედგებოდა ეს ყველაფერი. ქუჯი זה უნიკალური სოფლიოს ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ. კი ბატონო, არ ახსოვს. ყველა მიიტყოდა, რომ მე უნდა ყოფილიყო მეფე. მე უნდა იყო ძალაუფლება. ჩემს უნდა იყოს მთელი ქვეყანა. და ამ დროს ქუჯი სთავაზობს მე ვარსვამბობ. აბა ესაურის მეთაურობაზე და ფარნავას. მოდი შენ ჩაუდექი სათავეში ჩვენ ქვეყანას გამთლიანებულ საქართველოს მეფე შენიყავი. დიდი მადლობა ბატონ ჯუმბერ, საოცრად კარგად გააგრძელეთ თქვენ ეს. მოდით მეორე 1000 ლეული ვნახოთ. არა, მეორე 1000 ლეული ვნახოთ. მეორე 1000 ლეულის დასაწყისშიც ხომ 978 წელს ბაგრატ მესამე როგორ გახდა? ბაგრატ მესამე. დიახ. აგერ. აფხაზდა მეფის შთამომავალი. დავით კურაპალატმა გაზარდა. ქართლის თავარი ვინც იყო გურგენი იმის შვილი. აი სამი დასახლდენი და ბაგრატ მესამემ გაამთლიანა დაამთავრა საქართველოს გამთლიანება. აი ეხლა ჩვენ ორი მაგალითი ხომ მოვიტანეთ. დავით კურაპალატი გვერდში ამოუდგა თავისი ძლიერებით და ხელი შეუწყო მის გაზრდილ უფლისწულს და საქართველო გაამთლიანებინა. ო კარგი ამბავია. მესამე რას ნიშნავს, რომ მან ააშენა ქუთაისში ჩვენი სათაყვანებელი ტაძარი, რომელსაც ბაგრატის ტაძარს მეძახი ჩვენ. მესამე 1000 ლეულის დასაწყისშიც ხო დაკუცმაცებული ვართ. ამიტომ მესამე 1000 ლეულის დასაწყისშიც დიდი შემოძახილია გასაკეთებელი. ვის შეუძლია ეს? ტყუილა ვეძებ ჩვენ პიროვნებებს, ვინც ამას გააკეთებს. ამის გაკეთება შეუძლია მოაზროვნე ინტელიგენციას. ამის გაკეთება შეუძლია სწორედ იმ ხალხს, ვის ბეჭებზეც დგას ეს ქვეყანა. თქვენ აქ ხართ ბევრი ასეთი, გარეთ არიან კიდე ასეთები. და აი ამიტომ ხმამაღლა უნდა ითქვას ეს სიტყვა 21 სექტემბერი უნდა იყოს ქართული ზეცისა და ქართული მიწის ერთობის დღე. მერაბ ბერძენიშვილის ეზოში, იმიტომ რომ ქართული ზეცა ძლიერია ჩვენი და იქ უნდა შედგეს ეს დიდი შეკრება და იქ უნდა ითქვას ხმამაღლა და აი ქართული ინტელიგენციას და მის ცნობილ წარმომადგენლებს უნდა უთხრას თელმა საქართველოს, რომ არავის ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება, ჩვენ გვინდა დიდი ერთობა. და აი ამიტომ დიდი ერთობისთვის მიდით და თქვენ შეასრულეთ ბატონი რომანი კიდე იტყვის ცალკე ამას და ახლა მინდა ბატონ რომანს ვთხოვო, რომ როგორ იყო ბატონ რომან იტალიაში, როგორ მოხდა ვინა საბერძნეთში, ვინა იყო იმის ინტელიგენციასა და ხალხს შორის და ხელისუფლებასა და ხალხს შორის ისტორიაში ბევრი რამე წერია. ისეთი რომელსაც ვერ შესვი, ვერ წერტილს, ვერ მძიმეს, ვერაფერ, ყველაფერი დაწერილია. ტყუილად ფიქრობთ და ვაზროვნებთ რაღაცას, ამას ახლა ვზივარ და რაღაცას ვაკეთებ. გააკეთებულია იქ იმდაგვარად, აი დღეს როგორც იქცევა, ყველა ქვეყნები, მათ შორის ჩვენიც იქცევა და რაღაცას დღეს მაინც ალცხაზემზე გავწება, მაგრამ უარესი მდგომა იქცეოდა საბერძნეთი. და მისი მეფე იყო კრეზე. მოძებნა სწავლული კაცი სოლონი და დანიშნა ქალაქის მერად. მან აკრძალა კაბალური დამოკიდებულება საზოგადოებებს შორის. არავინ არ იდაებოდა არავის, როგორც და იგი პოლემიკა და მსჯელობა და всё აცლიდა თავს ყველას. და ჩამოაყალიბა სახელმწიფო.
დღეს ამის გამკეთებელი არავინ არ არის, არ თქვენ და არც სხვა არავინ ამ ქვეყანაში. ხალხი გარკვეული ჯგუფის თავკაცობით. ხალხი მე თქვენ მათქმევინეთ ამის წინ გადაცემა რომ იყო იქ ხალხი რა არის? რას ილიამ თქვა ისაა ხალხი. ხო? ილიამ ბევრი კარგი თქვა. ხო, კაი თქვა და იმითომ მოკლეს. კარგი თქვა. ვერ ვიტყვი გეუბნებდა. მე დილეობას დამაბრალებენ და ჩემი ნათქვამი არ არის ბატონო. თუ არ ჩამომართვებთ იმაში, დიდი ცოდნა მას არ ჭირდება ყველა მის. ხმები კი არ უნდა დაითვალოთ, ხმები უნდა აიწონოს. ამაში ბევრი რამე დევს. ხავისხია მთავარი. სხვა დანარჩენი რა არის? იქ იმათქმევინე, მაგრამ აქ ვერ ვიტყვი ახლა მაგას. მოკლედ, ერთი სიტყვა თქვით და ისე წადით. აი, რამდენიმე სიტყვა თქვით, ისე მიესალმეთ საზოგადოებას თემურ გუგუშვილი, რომელიც დიჩი. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ჩვენი გადარჩენა არის ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და ერთმანეთის მოგონება. ილიამ მეორეს აქვს ნათქვამი, რომ ღმერთმა დაგლოცოთ და გადაძლიეროთ. ჩვენი გაძლიერება იმაშია, რომ აი კანონი, რომელიც არსებობს ოჯახის მიერ, ეს ოჯახი, ჩვენი ოჯახი, იგივე ჩვენი ქვეყანა არის. ჩვენ თუ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ოჯახს როგორც უდიდესი არ მოვართ, არაფერი არ გამოვა. გარედან ხალხი, რომელიც ჩვენ ახლა მას ყველაფერს ვიკეთებს, ესენი დღეს არიან, ხვალ შეიძლება აღარ იყვნენ და ჩვენ უნდა დავრჩეთ და უნდა ვიყოთ იმის მომხრენი, რომ საქართველოსმა ერთმანეთი შევიყვაროთ და პატივი ვცეთ. ერთი სიტყვით და ერთი გაზრონებით ვიყოთ όλα. დიდი მადლობა. სიგეთე გქონდეთ, აგერ ბატონ თემურს გადავცემ, აი აგერ სათაური წარწერა აქვს ილია ჭეჭე, ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავა და დაუმონება და ეჭირდება ქვეყანას. ეს არის მოქმედების მანიფესტი. დიდი მადლობა ბატონ თემურ. ერთი თემურის ადგილზე მეორე თემური დაჯდება ახლა და გავაგზავნებთ აგერ. ბატონ დარიელი თხოვოთ აბა. ბატონ დარიელი. ფენო სადაყმანებელო პიროვნება, თის არწივი. 10 დღეა რაფშალას პოემები მიდევს წინ და ვკითხულობ. რატომ ხდება რომ სტუმარ მასპინძელი და ბახტრიონი იწყება ბუნების აღწერით? რატომ ხდება რომ ალუდაკეთელაური და გოგოთური დაფშინა პირდაპირ იწყება პიროვნებებით? მე მიდიხარ ბოლოს იმდენდე იმტრებ თავს და სულ გინდა რამდენი ხანია რომ ფიქრო რატო გახდა აუცილებელი ვარო რატო შემოვიტანა ბახტრიოში დღემ დაიხურა პირველი თემმა და ხოჭეს ფალე აღარ შფოთავენ საფლავში მირთოფლის ბრალი ძალე აი ჩვენი ზვალების იმ ზვალების შფოთვის ხმარ ვესმის მირთოფლის ბრალი ძალების შფოთვის ხმარ ვესმის ჩვენ წარსულთან შევწყვიტეთ ურთიერთო. წარსულზე უარი ვთქვით წარსულ. ეხლა დაიელთისებთვის ის დღეს მაინც ილიას გარაშელე პერტერანერო საუბარი ვერ წავა. და მორანი ვიყავით, რანი ვარ და რანი უნდა ვიყოთ. ჩვენ ეხლა მე მგონია რომ მე ასე ვფიქრობ და ყველა ბევრი ფიქრობს ასე რომ ჩემზე უკეთესი არავინ აღარ უნდა იყოს. ეს არის ტრაგედია. პიროვნებისა და ქვეყნისა. როცა ადამიანი ერთი ადამიანი ფიქრობს ამას, რომ მე ვარ ყველაფერი და ხოლმე მე შემიძლია გავაკეთო ის, რასაც სხვა ვერ შესწავლს. ჩვენ ვერ შევძლებთ, აი ჩვენ მითოლოგიას არ ვაქცევთ, ყურადღება ძალიან ნაკლებს გეტყოლობთ. აი ჩვენ როდესაც ჩვენ შეკონა შვიდესრების კონა, როდესაც მამამ მისცა შვილებს გამოსასწრებლად, შეგვიძლია გადაატეხეს. ჩვენ დათითოებულები ვართ. ადვილად სამტვრევები გავხდით სამყაროსთვის. ჩვენ გვაქვს ზარმაზარი შესაძლებლობა გონებრივი ინტელექტისა და ეხლა ძალიან მინდა ასეთი ისაც ძალიან დიდხანს ვფიქრობდი რომ კავკასიის ქედზე მითოლოგიიდან ამირანები მიაჯაჭა თუ რა მიაჯაჭა ღმერთმა. უნდა გაგვიშტო და ძალიან დიდხანს მომინდა ამაზე ფიქრი და მე გამახსენდა ელიას ლექსი ბაზალეთის თბილისის საკვანი არის. გამახსენდა აჟაბშაველას ლექსი ბახტრიანი და ეგერსაბაოლო ხონსა
ნაშარის გულში შეგვეძებმა და გამახსენდა ასეთი ხალხური ლექსია რა ვქნისაც ჩიხია ვაგე. წარმოგიდგენია ბატონო თემურო კაცი რომელსაც არ უაზროვნია ფილოსოფია არ აზრად არ ქონდა ალბათ არც უაზროვნია ამაზე რა ვქნისაც ჩიხის აშენებას ფიქრობს ესე იგი მოქმედების ციხე უნდა და მე მივედი იმ დასკვნამდე რომ ვინ კი არ მიაბა რა მიაბა ეს არის ქართული გონება ეს ქართული გონება კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამერანად რომ მოვლოდეთ არა ქართული გონების აი ასეთი ჩჭირდება პოეტების მომწელების მაგალითის მოტანა ეს დღე დადგა დრო ქართული გონების გამოფხიზნებისა ვეგასეთ ძალიან კარგად ელაპარაკეთ თქვენ როდესაც სამშობლო ჩვენი საკარმი და მონაკვეთა დავაქციეთ და ჩემთვის შემოვიღობე შენ შეთვის შემატავისად ერთმანეთს ეზოში არავის არ მაყურებინებთ აი სამშობლო უნდა ვაქციოთ აი როგორც სალოცავ ხატად როგორც ხატად ხავთ სალოცავ ხატად თელ სამშობლო თავის და როგორც ორი ხშემელი ბრძანებს აი ხატად სამშობლოთ ხატად ქცევის ჟამი მოვიდა თუ რომ მოვიდა აუცილებლად უნდა გავაკეთოთ აი ნამდვილად სამშობლოს ხატად ქცევის ჟამი მართლაც ეს ერთიანობის პრობლემა აი ეს პრობლემა გვაქვს ერთიანობის პრობლემა ჩვენში მაგრამ ნუ შეგვაშინებს ეს ისტორიულად ჩვენ ასე ვართ ასეთი ისტორია გვაქვს ჩვენ ერთიანობა ყოველთვის გვაქვს ვიბრძოდით ერთიანობისათვის მაგრამ არ გამოგდიოდა აი кайხმა ხო აქვს მაჟავშარა ნახე როგორ კარგად ახმას ყველა როდესაც ნადავს შეყოდნენ кайხმა არ გაბულოს მონასერეობა ის სოწოლა შეიძლება ნახე ბოლოს როცა ჩამოდის აი ვინა кайხმა მოსაკონარი კებით არა თქვენ სადიაცენ რო ძროხები ზევიდა ხამით პატრები და სტები ესეთ შეარნის კებით აი ეს პრობლემა იმ საუკუნეში ყოველთვის იყო ეს პრობლემა იყო ყოველთვის მაგრამ იმას დიდი კაცების ხრებზე იდგა მაშინ ის საუკუნე და აი დღესაც თქვენ დიდი კაცები ხართ თქვენ მხრებზია თქვენ მხრებზია და თვითონ თქვენს ეხლა თქვენ მხრებზია რა რატომ ხელი ჩავიქნიოთ არ შეგვეშინდეს მე რომ ბატონებო მე ვარ ჩემ სპეციალობაში რასაც ქვია ჭიდაობა და სპორტი აღზრდა ფიზიკური აღზრდა ადამიანის ჭირდები მეს რაზე ლაპარაკობ თქვენ აი ლაპარაკეთ რამდენი ზინდა არავინ არ მოგისმენს ეს ხერი ამ პარტიებმა შეჭამეს ეს ქვეყანა ყველამ რამდენს მოუშვილოს ამ ამომრჩეველმა 1 2 5 10 რამდენი პარტია ყავს 1000-ზე მეტი ხო და დამრეულია ხა უნდა იყოს 2 3 მეტი არ უნდა იყოს და მათ შორის კი უნდა იყოს პოლემიკა უნდა იყოს და მსჯელობები უნდა იყოს მაგრამ ტრობა ესენი ეძებენ მხოლოდ ერთმანეთში მტრებს ამათ გარჩევა საკითხის და დალაგება ქვეყნის არავის არ ჭირდება იქ არის შოება ის რასაც ეძებენ ისინი ამიტომ აღგროვულია ეს ყველაფერი ვერ დალაგდება ეს აი რასაც ახლა ჩვენ ლაპარაკობ კარგია ამას რა წაიკითხავ ვინ აი რომელი პარე ვინ სადამტკიცება მას იმისათვის რომ გამოვა ხან მთელი საქართველო და აი ამით ვიბლით არა ჩვენ ბევრი მქონია ასეთი წამოძახილები და ლაპარაკები რაც აი ხა დღესაც რასაც ლაპარაკობ მაგრამ არ განცდით არ გაუნძრევია ვერ ჩვენ კი ბატონო მაგრამ ჩვენ სხვაში წვეთი ვართ ამ მილიონებში ჩვენ თითოეული ვართ მაგრამ ამისი დანერგვა ეს ურთულესი საქმეა აი ურთულესი ხალხამდე რომ მიიყვანო ამიტომ აზრი პარტია უნდა იყოს ორი როგორ შეერთებულ შტატებში იმიტომ კი არ არის რომ იმათ არ შეუძლია და 100 და 200 პარტია ყავდეს ორი პარტია რესპუბლიკური და დემოკრატიული
დემოკრატიული პარტია როგორც ასეთი აი დღეს ჩვენ თავრობას აგერ გეტყვით პირდაპირ ჩაიხედეთ ფილოსოფიაში ამაზე ცუდი ფორმა არ არსებობს ისტორიაში არც დღეს ეს ვერ გაგიშიფრიათ ილიას ნათქვამი გაშიფრდა ყველაფერს მიხვდებით რა თქვა იმ კაცს უნდა ისევ როგორ აგზელებთ ამას ისევ კლავთ ილიას თქვენ მეორედ მოკლავთ ჩვენს აქა ვარ და ვლაპარაკობთ იმას რომ რა აი ჩვენი პარტია აი ბატონო ჩვენ გამოვყვეთ ჩვენ ვერ გამოვყვებიან ვერაფრით ის ძალიან კარგად რატო ხდება და ის რა ქვია სეიფტიო თუ არ არის ტიპს ეს საქართველოს შეგნით გვაქვს ჩვენ აქ იქიდან კი არა მარტო იქიდანაც არის და აქაც გვაქვს შეგნით ეს და ამისი აღმოფხრა მე არ ვიცი როგორ აპირებთ ამას ასეთი ლექსი მქონდა დაახლოებით 30 წელს წინ მე თუ არა ვთქვი შენ არა თქვი არა თქვა იმან არ ვარ ტყურები ბატონებთან კიდევ გცინავს ეს რუსი ამიტომ მაქვს თავში საცემი სამშაბლოს ცნება რომ გონია მზადან საცმელი ვისაც სად გვინდა როგორ გვინდა ისე მოვირკოთ დერს ნურა კარგი შანამყოფით რამე მოვიკოთ ეს რუსია ეხლა ხო ხვდებით რა დაგმართათ როსთან სიხუროემ ვით არ შემდგარი ერეგვი ყურებს რაკეთეს ვახალო საწავეო თავის საწყალი ყველა სულელი მემარიგებს ჭკუას მასწავლის არაჩვენებული ეს არის ის რასაც არ ვინდა თქვა დიდი მადლობა ბატონ დარიელ ამ ლექსისაც არაჩვენებელია ეს ასაული არაჩვენებს აი ეს არის პოეზია რას ამბობს ფილოსოფია იცით შულას არ არის სახალხო კრება საჭირო თავარია კანონი ბუნებრივ ლოგოსთან იყოს შერწყმული. ბუნებრივი კანონები არის ყველაზე მთავარი. ეს რამდენად შეებარდება ჩვენ ცხოვრებას. აი შეიძლება იმიტომაც დერეგულირება მას იმიტომ რომ ხელოვნური კანონებითაა ქვეყანა და უნიკალური ლექსი თქვა, მაგრამ ჩიჩი ზარმინდა მომენტი გავინაწილოთ თორა და ხა ის აქვს ეს ნათქვამი ჩვენ რომლოსოვი დაამთავრა თუ ოქსფორდი. იბადა ბუნება მისა და ასეთი ხალხი არის ბუნებაში და ეს ბუნებაში უნდა ვეზებოთ და ბუნებრივი არის ყველაზე რეალური. დანარჩენი ყველა არის დემოკრატიული. და დემოკრატიის ფორმა მე ვიცი, როდის გიხდით, მაგრამ თქვენზე კარგად. ამაზე ჩუდი ფორმა არ არსებობს. ჩვენ არ გეჯიბრებით. ბატონ რომან. დიდი მადლობა. აი ბატონ დარიელ. აი ასეთი ლეგენდები და არა მარტო ეხლა ბატონ რომანი სპორტის ლეგენდა არის რა სახე საქართველოსი სოფლიოში და ასევე მოაზროვნე ადამიანი ერთ რამეს გეტყვით აი შეიძლება რაღაცა თქვა ხვალ ეს არ მახსოვს და მოვისწრება თუ სიტუაცია არ შეიქმნა და სიტუაციის მიხედვით რაღაცა უცბად მომდის და ვლაპარაკობ ჭიდაობაში თქვენ გონია მაგარი კუნთები და რაღაცა და ასე და წინასწარ მომზადებული არაფერი ბატონო აზროვნები ფანს როცა აკეთებ გონება კი არ კარნახობს ინტუიცია მე არ ვიცი ეს რა არის რა ფორმაა ეს ინტუიცია ორგანიზმი კი არ გეკითხება ეს გააკეთე ის ავტომატიკა აკეთებს და რა არის ახლა ეს ჯერ კიდევ უცნობია ყველასთვის რა ჩემთვისაც უცნობია მე არ ვიცი იქ რას გავაკეთე არც მან იცის ავტომატიკა აკეთებს აი მოძრავ და ხოპ შევ თორა უკან ახლა ამას გავაკეთე და მომზადებ სად არის ეგრე როგორ გეკეთება ეს აი რეალში ხდება ამისი გაკეთება ყველაფერი აი ეს არის ცხოვრება ეს ბუნებრიობა არ გაქვს ან არა გაქვს თუ არ გაქვს არ გამოდგები ვერ იქნება საქმე მე გავაგზავნებ თქვენ საუბარს როდესაც მე ფანს მიკეთებდი აი ეს იყო დამკვირვებელი ჩემი მოწინააღმდეგეების ამიტომ დაინერგა არ
გააკეთო არაფერი აი შოიახლო ეთამაში იქნებ ფრედამთავი შეხვედრა. ერთ ბულგარელს ჩუბებიან და რუსულად ხანახევარი რუსულად რატო ჩუბები იქაზე этому дураку мы говорили не трогай не дразни его а он вышел тут же сразу начал выпендривать перед тобой вот и все проиграл. Mere rașoș ar gaake tot pandiuda utkharito da gaadaisqo გაგდა და წააგო. ამიტომ არის აი მოწინააღმდეგეს პასუხი უნდა გქონდეს. პასუხი მოწინააღმდეგეზე ყოველთვის ის ინდო წინასწარ არ ვარ შოვნას. ამას გეუბნება პოლემიკაში, ურთიერთობაში, შეხებაში გეუბნება შენი გონება ტვენი და ეს არის სწავლება ბატონო. ეს არ გაქვს ან არა. ან არა აქვს. მე ბატონ რომანის პროგრამაში მესმის ბატონ ჯუმბერი ხა ბატონ რომანი ოლიმპიური კომიტეტის წევრი არ იქნება ნუ ეხლა უკვე იქ ყველაფერი უკვე ხო ეხლა იქ ზიან ოლიმპიური კომიტეტის წევრები და რო არ არის რატომ არ არის იმიტომ არ არის რომ ირაკლი მიზმარიაშვილი ყოფილი მინისტრია სპორტის და უფრო მეტი იცის და უფრო მეტს გააკეთებდა ვიდრე ხაბეროვი და ჭიდაობაში კაემოჭიდავე იყო მცხემალე ვერავინ არ ეთქვის შორს და არ როგორ ეთქვი მაგრამ როგორი მართველი ხარ შემცა პრაქტიკა იმ კაც ქონდა გავლილი გზა წლების განმავლობაში წარმატებული იყო და ეხლა უკეთესი იქნებოდა მეორე იმაზე წრეზე ხოდა ის არის რომ იმას მიეცი ხმა საიგო ეს რომ მეზმარიაშვილის ხმა და ოლიმპიური კომიტეტი მისი საკუთრება თუ სახალხოა ეს ოლიმპიური კომიტეტი ა და როცა ბიძინა მუთხრა რატო წააგდო გულმოთა გოგებია ჭიდავის არჩევნები რატომ ხო გითხრა რომ ვერ მოიგებს ესო კელაშვილიო კი უთხარი ორჯერ უთხარი ვერ მოიგებს რატო უთხარი იმიტომ რომ სპეციალისტი ვარ პროფესორი ვარ ამ საქმეში და უთხარი რომ ვერ მოიგებს ესა და ისინი განაჩენ რაშქვა ვერ მოიგებდა ვერავით არ შემთხვევაში იმათ ჩათვალეს რომ თქვენ დათახსეთ კაცი ხო არა აი ხელი მას თუ უნდა და მოიგებდით ეთქვა ჩემთვის მე ხსნი კანდიდატურას არაფერი არ მინდა რა გაგიკეთოთ კიდევ არაფერი რატო მოხსენიო კი ბატონო მოხსენდა ხმარა და მოხსენი ჩემს კანდიდატ რატომ გვიან მოხსენიო მე არ მომწეს გამხატვა და აი ვიდრე წააგეთო რადგან თქვენ გაიხარეთ მე თქვენს მას გავაგრძელებ ცოტა გაბრაზებული პონობა ხო ეს ბუნებრივობა არის მე ძალიან დიდი იმედი მაქვს მე რომ უყურებ ბატონ რომან რუას ტარიერ ხარხელაურს ბატონ თემურ უშრეტი ენერგიის პატრონს ერთი ადგილი ვერ მოუძებნეს რამაც სად იყო ეს არომატებელი პოლიტიკაში რო იყო რომელ ადგილას იყო სადაც დაუშვეს ყველგან ხუთიანი ალევა მოვა მაგის ეხლა არა დღეს თურმე და მე დიდი იმედი რისი მაქვს ქართველი ერის ქართველი ხალხის ისე დემოკრატიაზე არა ქართველი ხალხის ნიჭიერებისა ჩვენ რომ ამ უნიჭიერეს ერს რომ მეცნიერება მოუსწრებს ამ ერში დევს გაჯაყლო ოქრია ამას ვამბობ და მაგაზია და მთლიანობა შეიძლება ამაში ჩვენ ხალხში არის დიდი ნიჭი დევს ყველა სფეროში როგორც ჭიდაობაში არის ყველა სფეროში არც ერთ ქვეყანას ყველა სფეროში და ამ უნიჭიერეს ერს რომ მეცნიერებას მოუსწრებ მე დღეს ხელისუფლებას მიმართავ ამდენი წელი გავიდა გამოდი და გითხარი მე არ გეუბნები ხვალდაზე მეცნიერების ისევ აღორძინებას 10 წლები სჭირდება ის სამეცნიერო სკოლები რომელიც მოისპო განადგურდა იმის აღდგენა ადვილი არ არის მაგრამ თუ სახელმწიფო მოინდომებს ბატონ რომან თუ სახელმწიფო მოინდომებს და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მეცნიერება აღდგება ჩვენი მომავალი თაობა უნიჭიერესი ახალგაზრდა მოდი ვერ აღდგება დღეს ბატონო ჩემო დღეს აღდგება ისი მე თქო ხელისუფლებას რომელიც არსებობდა გარედან არის მოხმეული
მისი დანგრე ის ფული დაждდა ყველაფერი დანგრე და მისი ატყობას დიდი დრო უნდა და შეასრულოს არა მე რას ვამბობ უნდა წარმოგვიდგინოს აი მეცნიერება და მეცნიერება კონგრესი აქვს ყველა სფეროში პროგრამები დადებული გამზადებული თქვენ ერთი გითხვიათ ერთი რამე აი ოპოზიცია დაიჭირა ზოგიერთები რაღაც ამბავი ეხლა აღვეწებიან დაწერილ განცხადება დავშუქებთ აი რომელი პოლიტიკოსი ხარ შენ ამის შემდეგ რო ეთქვი ამას დაჭერილ ხალხს დაწერეთ განცხადება და გაგიშვებთ არ წერენ ისინი შორადი წერია რამაც პრეზიდენტი ქვია მოიმეთ რა გაწევდი კაი გოგონი იყო კაი ვიჭია ბატონ ჯუმბერი ესე იგი აი ნახეთ რა დიდი დოკუმენტია რომელსაც აიგეთ ბატონი ტარიელის და ბატონი რომან ურუას ხელის მოწერა აქვს და მე მინდა რომ მათ კარგად ახსოვს შეგედეთ ეხლა როგორ არის ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების განსახორციელებლად 20 წლის წინ დაწერესანად სახელმწიფოს მმართველობის პროცესში ის ადამიანები უნდა მოვიდნენ რომელთა მეთოდი მეცნიერული სისტემური მიდგომებია ყველაფრის მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ ჩვენ გვინდა რომ ყველას უთხრათ უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის ყოველ დროში სახელმწიფო კაცები ერის მამა დიდი ილია და მისი მიმდევრები ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე სადაც ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ხალხს უსვამთ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დააგვიდეთ როგორ კარგად არის ხელისუფლებას მართავს საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით შექმნა ყველაფერია აი ყველაფერია გაგიხსნა არა აქ ბევრი რამეა კიდევ ყველაფერია თეორია და დარჩება თეორია და აი ამაშია ჩვენ ვინა პრაქტიკა დავით აღმაშენებელი იყო პრაქტიკული კაცი და ღონიერი კაცი გონებითაც და ხმლით და რეალობით და ყველაფრით ჭკუით და ის ერთი კაცი წვიტავდა ამას და ყავდა თავისი მოაზრე ჩვენთან მთელი ქვეყანა წვიტავს ამას და გვინდა ქვეყანა ამას არასდროს ვერ გადაგიწვიტავს მთელი ქვეყანა ვერც გლეხი ვერც მეჩაიერი არაცებობს და ეს უნდა განაცხადოს ჭკვიანმა ხალხმა და ეს ჭკვიანი ხალხი არის საქართველოში უნდა მოინახოს გამოგაჩინოს საქმე მან შენმან მეტი რა გითხრას ამის დამწერმა აი ეს არის გამოგაჩინოს გავლილი შენი ცხოვრება შენი წიგნია შენი ბიოგრაფია და იქ ყველაფერია გამოდგები თუ არ გამოდგები ვინმეს აქვს თავისი ბიოგრაფია დაწერილი თუმცა კომუნისტებს ახასიათებდა მაგრამ იმათაც ჰქონდათ შეცდომები ბევრი ბიოგრაფია თქვენ გაქვთ ბიოგრაფია დაწერეთ ეს ბიოგრაფია მომინახეთ ადგილი თუ და მოგინახავენ დამთავრებაში დაწერეთ ვიყავი პარტიის ესაკუთაიზის იმისა და რაც არის წარმატებული ყველაფერი დღესაც აი სურათი გაუგზავნეთ იმაზე მეტი იციან სურათი გაუგზავნე ვარ ჯანზე ენერგიული აზროვნებით ყველაფერი და მომინახეთ სამუშაო ადგილი მოგინახავენ ხო არ დაიჯერებო მე არ უნდა დავიჯერო ეს ხო დემოკრატია გამოგაჩინო შენმა საქმე თქვა დაუწერია მაშინ რაღაცას ხო და სწორად დაწერა სწორად დაწერა გამოგაჩინოს მაშინ საქმე გამოგაჩინოს იმ შემთხვევაში როდესაც ქვეყანას მართავს ინტელექტი ვინ არის ეს ინტელექტი კაცო ინტელექტი და ვინა რომელი მიჩი რამდენიც გინდა იმდენი რომელია დამისახელე მართლობაში მე მართლობაში ერგებულებ ქვეყანაში ძალიან ბევრია ბევრია ახლა როგორ ამარჩიოთ ეს ქვეყანაში ამას ხალხი წვეთს მერე და ეს ხალხი რას წვეთს რა ხალხი თემურ შაშიაშვილი რა ბიოგრაფია ისა და რა არის ხალხი მოგითხო თემურ შაშიაშვილი ბევრმა კი არის დავიგე მაგრამ ხალხს უკითხავ თქვა მაგალითად ჩვენს უბანში სადაც ცხოვრობენ რაჯდენ ხალხაზე იყო ერთი კაცი და ვინმე სულ ეთქვა რომ ერთი ჭკვიანი კაცი გითხავეთ აქო ერთი მეორეს ხვაზე არ მოვიდოდა არავის აი ეს არის დემოკრატიის ნიშანი მეორე აზრი არავის არ მოვიდოდა იმას არიჩევდნენ ქუთაისში რო გითხონ ხალხს დღეს რეალურად მართლა და არ ჩაერია თემური თემურზე არ არის რო გითხონ მართლაც ისინი სწორად აიჩევენ არ უნდა ჩაერიო აი რო ერევიან ეს არ არის ჩვენთან დემოკრატია არ არის მაშინ შევთავაზოთ
გაუშვა და ხალხმა აირჩიოს, არ ჩაერიოს დაბლობა და ხალხმა აირჩიოს კუთაისში. თქვენ ნახავთ 21 რიცხვში ხალხმა ვინ დაასახელა და როგორი ხალხი შეიკრიბება მერაბ ბერძენიშვილის აზოში. ბევრს შეაშინებენ არ მოვა, მაგრამ როგორი ხალხი შეიკრიბება, ესენი ხალხმა დაასახელა. ჩვენ ისეთი ხალხი გვითხრეს ადამიანებმა, მე მოხიბლული ვარ მაგალითად. და ეს ხალხი შევთავაზოთ მე ჩვენ შევთავაზოთ. ჩვენ ეს ხალხი უნდა ნახოთ, შედგეს უნდა ეს პარლამენტი, დაიწყოს მუშაობა, დაიწყოს განხილვა, დაინახოს ხალხმა ამ ხალხს უკან ბიოგრაფია. მისი პარლამენტი ამ ხალხის ამ შემთხვევაში როგორც ლაპარაკობთ იმას, რომ რაც ქონდა შექმნილი სოლომს, რა ქონდა გაკეთებული სოლომი, მარტო კი არ მოქმედებდა სოლომმა შექმნა დიდი ჯგუფი. არა, ზუსტად შექმნა. ყველაფერს ნუ შეეწინააღმდეგებით, ბატონო რომან, სწორედ იმ გზით მივდივარ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჭკონდიდელი რომ არ ყოფილიყო. დავით აღმაშენებელი არაფერი არ იქნებოდა. დავით აღმაშენებლის ყველაზე დიდი გადაწყვეტილება იყო ის, რომ ჭკონდიდელი შეარჩია. ჩვენ სწორედ ისეთი კაცი ვჭირდება, რომელიც თავის მოადგილედ შეარჩევს განათლებულ კაცს, ძლიერ კაცს, როდესაც ირჩევს სულს სათავეში, მიდი ირჩევს თავის სულს. დავით აღმაშენებელი ძლიერი იყო და ძლიერი ეძებდა ძლიერებს. აი ამიტომ ტარიელ ხერხელაუთა რომ მიხვიდე დღეს და კითხო, აბა პოეტები ჩაუმითვალეო თავის გარდა ერთ 10 დაგისახელებს. იმ ზოგიერთთან რომ მიხვიდე თავის სახელს არ დაასახელა. მე სულ სხვა რამეს ვამბობ, რომ იმიტომ რომ ძლიერია თვითონ, მაგრამ ვინც არ არის პოეტი და ვინც ირქმევს და ის ძალის იმას არგებს, შეიძლება ტარიელ ხერხელაუზე გითხრას მე ამას არ ვიცნობ. აი ამაშია მთელი უბედურება დღეს იმან წიგნი მეტი გამოცემთ რომ პული აქვს ახლობელი ყავს ვიღაცას ბევრი რამეა შესაძლებელი შეიცვლება ესენი რატომ იმიტომ რომ ქვეყანას ყავს ძალიან ჭკვიანი ხალხი მაგრამ ამ ჭკვიანი ხალხის დიდი ერთობა თქვენ როგორ ფიქრობთ აი აგერ ადამიანები ხო არიან არა ხომ ხედავთ ბატონი ჯუმბერი ჩვენ კი არ უნდა დაქმოსდეს შევეხვეცეთ და მოვიყვანეთ რატომ იმიტომ რომ ჭკვიანი კაცია და თემ სოფლიო იცნობს და ვებერთელა საქმის ატევეთან არის დავიცი, ბატონო ვახში, წაგვიშველე ზოგიერთი. ეხლა ბატონო ვახშის თხოვოთ. ბატონო ვახში. დაგვაკრიტიკებს ახლა. იმდენიობა არ აღნახსენო. უამრავი თემა. აი დემოკრატია აქ. ჩვენ საზოგადოებას მივმართავთ და საერთოდ ჩვენი მიზანი რა არის აი ამ გადაცემის დღევანდელი და საერთოდ აი მეცნიერთა კონგრესის გადაცემები რო არის ჩვენ ხალხზე ვახდენთ გარკვეულ ზემოქმედებას. ჩვენ ხო ვფიქრობთ ამას. და თუ კი იმათვის ჩვენ ავტორიტეტი ვიქნებით, ნუ ვიღაცისთვის ვიქნებით, ვიღაცისთვის არა, ის ან დაგვიჯერებს, ან არ დაგვიჯერებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხო ვფიქრობთ, რომ გულწრფელები ვართ და ვეუბნებით ის, რაც არის ჭეშმარიტება. შეიძლება ეს არ იყოს ჭეშმარიტება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ასე. ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს ინფორმაციული დომხალი. საინფორმაციო ველი არის აჭრელებული. აი რამდენი წელიწადია ეს ორგანიზაცია თქვენ რომ დაარსეთ არსებობს და რომელიმე ტელევიზიამ თუ რამე თქვა თქვენზე ამდენი პროგრამა გაკეთდა ამდენი დოქტრინა ერთი დოქტრინა დაიწერა მიღებული იქნა ჩვენს მიერ გელათში და შემდეგ ყველას ისინი აღებულობენ არც ერთი ტელევიზია ხმას არ იღებს ამაზე ესე იგი ეს არის და ის რომ არც ერთი ტელევიზია მათ შორის მთავარი ტელევიზია ხალხის მაუწყებელი იმათ ეს პირიქით მოსწონთ და ამას ესე იგი ეს ტელევიზიების ბრალი ხო არ არის არა იმას გეუბნებით ესე იგი ახალისებს ამას ხელისუფლება ახალისებს მე მინდა პატარა რაღაცა გითხრათ 5 გამოკვეთილი ლიდერი არის დღეს სამთავრობო პოზიციაზე 5 ეს არის პრემიერ-მინისტრი ეს არის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი პრეზიდენტი ყავლაშვილი ქალაქის მერი კალაძე და ოცნების უმრავლესობის ლიდერი მდინარაძე აი ეს 5 კაცი აი თქვენ ჩაიხედეთ თქვენ თავში და მითხარით ბოლო ერთი კვირის ერთი თვის ნახევარი წლის ალბათ არჩევნების შემდეგ რამე სხვა თემით გარდა თავისი მოწინააღმდეგების ჩაქოლვის და გაშავების მეტი რამე თუ უთქვათ ამათ სახალხოდ მე არ გამიგონია მე არ ვიცი ესენი
მოიგონეს ეს deep state ბატონო ჩემო მოიგონეს რომ ეს ევროპა არის გეები და პიდარასტები და ესე იგი ამაზე არის მთელი ამათი მოღვაწეობა მიმართული სხვა დანარჩენზე ერთი წუთით მაინც დავფიქრდეთ რატომ აკეთებენ ამას თანაც ამას აკეთებენ თავიანთი ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წლის ბოლოს ესე იგი კიდე 13 წელი უნდა იყვნენ და რამე თუ მათ პოზიციას შეარყევს აი იმან არ უნდა გაიხაროს და მთელი ძალისხმევა ეს ხალხი იმის მაგივრად რომ ქვეყანას მართავდეს ესენი ებრძვიან ყველა იმას ვინც ქვეყნისთვის რაღაცა სხვა უნდა მათი აზრიდან განსხვავებული ეს არის ჩვენი უბედურება ეს ერთიანობა ჩვენ სულ ყველა ვამბობთ აი ერთიანობა ამ ხელისუფლებას არ უნდა ეს ერთიანობა და პირიქით იქ რომ მეორე ერთიანობა იქნება იმას უშლის ხელს და იქ უკეთ და იქ ისედაც ცხადია იქ არის იმ მეორე მხარეს არის ნაციონალები რომელიც ჩვენთვის მიუღებელია აბსოლუტურად აი მე ხშირად მომბერლები აი შენ რატომ მოგწონს და როგორ მოგწონს ნაციონალები პირიქით ჭირვით ძულს როგორ შეიძლება ზურაბ ჟანიას მკვლელი იმით პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც მცემელი და მე მოკა ის აწყალი დავითარშვილი რო იყო რამდენი რაღაცა ის გვირგვლიანი ეს რობაქიძე ეს რაღაცა ეს სისხლის მსმელები ვიღა მე ჩემს გადაცემა შეყავდა ერთი პროფესორი და იმან გაიხსენა მის რა ქვია აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორის არჩევა 16 წელს, ну 16 იყო თუ 17. მოსულა თურმე იმ დროინდელი კულტურის მინისტრი, ნაციონალების დრო და იყო ეს ბედოლათი გვარამია. მოვიდა თურმედან თქვა, მე ვარ სახელმწიფო, მე მინდა ეს კაცი და თუ გინდათ რომ ნორმალურად იყოს და ეს კაცი აერჩიეთო. ახლა ეს გამოდის და მეუბნება რომ ბიზინა არ ვარ და მე მომეცით ხმაო. რა თქმა უნდა ჩვენ სულელები არა ვარ, ჩვენ ეს ვიცი ამიტომ ჩვენ ის რა თქმა უნდა არ გვინდა და იმაზე გვაქვს ასე ვთქვათ ეს ჯვარი დადებული და იმას ვერავინ ვერ მოგვაყანიებს უკან მაგრამ ესენი რომ ზუსტად იმ გზას დაადგნენ და რომ ესენი ქანს გაწევდი ახლა დღეს წავიკითხე ბონერი გახსოვთ ბონერი ელენე ბონერი სახაროვის რო იყო იქ სადღაც რაღაც ყრილობა ქონდა თურმე და იქ მივიდა და პოლიციელები მიათრებდნენ და რაღაცებს აკეთებდნენ მოკლედ შეურაცხყოფა მიაღწიეს ვიღაცას ეს ბონერი თურმე გამარჯვებული მივიდა და თხრის ამ პოლიციას ლოკაზე იმ დროინდელმა კომუნისტურმა მართსაჯულებმა დონერს ჯარინამ დამოუწერა 30 მანეთი და ერთუჩერდი დავამთავრო რა ლოყა წამისტანა იმ რა ქვია მაგას რა გვარია ის გებუაძეს რომ მაგისტრის 7 წლის და 8 წლით ხალი უნდა და აი ეს არის რომ ბატონო ჯუნგერ ეს ქმნის ამინც ასეთი მართლობით ერთიანობას ჩვენ ვერასოდეს ვერ მივაღწევთ ამ დროს ჩვენ ამ თავრობას ხომ ყოველ ნაბიჯზე ყოველ ჯერზე ვეუბნებით ვითანამშრომლობთ აქ ჩვენი პროგრამა აქ ჩვენი დოქტრინა აქ ჩვენი თავი როგორც გინდა თქვენი ყავით ოღონდ მიიღეთ ეს კანონი მიიღეთ პირველ რიგში რომ კორუფცია საშინელებაა და რომ ეს ისჯება არაფრით ეს არ უნდა ბატონო პარლამენტს აქვს ეს თქვენი ისა ესეც მიღებულია ყველაფერია 200 ბატონ ჯუმბეც აქვს მიტანილი მე მაქვს მიტანილი პასუხი მიიღე თქვენი ხელმოწერითაა მიტანილი პასუხი მიიღე თქვენი ხელმოწერა დავასრულებ ბატონო ერთი არ უნდა დავასრულებ საქმე იმაშია რომ აი ეს დღევანდელი ხელისუფლება თუ ცოტა არ გაცივილილდა ცივილიზებულ გზას არ დაადგა ესე იგი ამათ ქვეყანას არაფერი არ შეიძლება და ბოლოს და ბოლოს ის ჭკვიანი ქართველი ხალხი მართლა მოუწევს რევოლუციას აი ეს იქნება არ შეიძლება ასე მართლა როგორც ესენი მართავენ ბატონო ვახში აი ჩვენ თავიდანვე დავიწყე ასე რომ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ ურთიერთპატივისცემა პირველ ადგილზეა ჩვენ შორის. განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ ურთიერთპატივისცემა პირველ ადგილზეა ჩვენ შორის.
ღმერთმა დაგვიფაროს ერთი ჭკუის ქვეშ ვიყოთ და სიძული რადგან განსხვავებული აზრი გაქვთ მე უნდა შემძულდეთ ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენი მიზანი ჩვენ თავრობა ჩვენ არც ერთ პარტიის წარმომადგენლები არ ვართ ჩვენ ხელისუფლების აზრს არ ვიბრძვით ჩვენ ამ პარტიას მე ძალიან გამივსდი ახლა მე მომენტი არის ამაღლებელზე ამბობს აგერ რომ გაარტყა პოლიციის უფროსი ეს არ შეიძლება ბატონო ვახში მაგაში ვერ დაგეთანხმები რაში ხალხი რომ გაარტყა ყველამ ნახეთ ესა ხო შეიძლება ესა არ შეიძლება ანუ 7 წელი კაცო მაგარი ჯარიმა და მოცა არა მომიხედ თვითონ ეს ფაქტი მოინანია ამ ქალმა თქვა სინანული გამოთქვა რომ რა მოინანია თქვენ იცით რა გაუკეთ აიმანი შეაფუთხა აიძულა რაღაცა დაკეთა არაზარიანურად მოიქცა რას მეუბნებით რა ბატონ ჯუმბე რა აკადაურიოთ კაცო არა მე რას არა მაგრამ ნუნერიულო როგორ მე ბიძაშვილი მყავს რომელიც ამბობს რომ ეს პოლიციელი ჩემ მეგობარია ვახში ბიძია კარგი კაცი არისო მეოთხარი შენთან ფერს არ მოვაკრამე იმას სანამ კარგად დაუძა როგორ შეიძლება ის კარგი კაცი იყოს ვახში იმას ხელისუფლებისა დავალება ის უნდა დაისაჯოს და დასაჯა კარგი დრაგა ამას ვერ ეცოდეს რომ დაგიგებია მე იმას გამოვიციხეჭას თქო შეფურთხება არ ჩანს და ხელის რატმა ნახამ თემად სოფლიო ხო მე ბატონ ჯუბერს ვეთანხმები ბატონში ერთი რამე მიდაგიძრათ რომ პარლამენტში რომ მივარდა და მდინარეზე რომ სენა ტრიბუნასთან კაცმა ის რომ მივარდა ელისაშვილი ხო ელისაშვილი მივიდა პარლამენტში სახალხო საჯაროდ ამ შემთხვევაში ბატონი ვახში სწორია კი მაგრამ ელისაშვილი რატო არ მიეცა რატო არ დასაჯა ამიტომ ვამბობ იმას რომ შენ პოლიტიკური ნიშნობა ეს სპორტსმენები რომ დამოდენ თავებზე ერთმანეთს პარლამენტში დღეს ჩვენ სუარბი ჩვენ გვაქვს უდიდესი დოკუმენტი რომელზეც ხელმოწერა ამაზე ვისაუბრეთ ამიტომ მე ამ დოკუმენტს იმედის დოკუმენტს ვაძახი ვაცოცხლებ ჩვენ გარკვეული ფორმით ამას ვეუბნებით ყველას რომ კი ბატონო ხო გინდათ ქვეყანა რა ამაშია ჩამოყალიბებული ყველაფერი და ბოლოში მე ბატონ ჯუმბერს ვთქო ერთი წუთიც მომცეთ და იმერ წუთში ვიტყვი ჩემს თავარ საქმეს რატომ გვაქვს ეს გადაწყვეტა ბატონ ბესი ფსიქოლოგია და შეხედეთ ახლა ჩვენი ტემპერატურა დააგრე ხო ბატონი ვახშის ტემპერატურა დააგრე და ახლა ერთად დაგახმებით და გარც მიგზუნია გარდაუბრუნდებით მოგესალმებით მაგრამ მანამდე ვიტყვი რომ აი ეს გეგუაძე სამეთუ ნახე ფორმის გარეშე თხლისავ ერთი კარგად შუბში და მე სიამოვნებით დავждები კარგი მოგესალმებით რომ ყველა პოლიციელმა იცოდეს რომ ადამიანი უნდა იყო პირველ რიგში წეგან ბატონმა ტარიელმა მითოლოგია ახსენა სწორედ ამირანი მიჯაჭულია მუდმივად და რატო რომ ვინ მიაჯაჭო და რა მიაჯაჭო ეგ ნუ განწყობა შექმნა და ამ განწყობიდან ვიღაც შეცვალა რომ მე ვარ მარტო და სხვა არა და მისი გვერდით შეიძლება კოლეგა ამ თქვა ღმერთი დაინახა და პატივი არცა ხო ანუ ეს განწყობიში იყო რომ მარტო მე ვარ და სხვა არა და მეორე იყო ის რომ როდესაც მიჯაჭულია და ეს ჯაჭვი ავტომატურად ამოდის ბუნებრივად ჩიტი აჭდება რომელიც ჩიტი არაფერს არ შეცვლის ამ ჯაჭვის მოცემულობაში და ამაზე ბრაზდება როგორ გაბედა და დაждდა ჩიტი ანუ ჩვენ სწორედ ეს არის რომ ეს რუსებმაც იციან ევროპელებმაც რომ ეს ემოცია გღუპავს ემოცია შეგვიძლია დაგვეკარგინოს ამიტომ გვჭირდება რაციონალური აზროვნება რომ პროცესებს არ მივცვეთ ემოციას თორე ეს ემოცია წალეკავს ყველაფერს და ვიცით ჩვენ ეს პროცესები ისტორიაში სწორედ ეს მომენტებია მეტი არაფერი როდესაც ვეღარ იმორჩილებს გონება და მე პოლიტიკურ პროცესებით ვიცით რა ხდება ხო ანუ უზნაძე რასაც იძახის და მისი განწყობის თეორია არის ეს რომ ადამიანები ერები და ჩვენც განწყობილი ვართ სამყაროში რაღაც ღირებულებების მიხედვით ეს მყარი ღირებულებებია და ეს ღირებულებები უნდა დავიცვათ და თუმცა რასთან გვაქვს ევროპასთან ჩვენ ევროპასთან როდესაც ვინტეგრირებთ და საუბრობთ ეხლა რაღაც deep state და რაღაც ღირებულებებს ჩვენ ევროპასთან უნდა ვთქვათ რომ 1453 წლის დიდი ტრაგედიის დღის კონსტანტინოპოლის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ მათთან საკომუნიკაციო ენა და ჩადგნენ თურქები თავისი გავლენები და ისინიც არეგულირებენ აი ხო ხედავთ პროცესებს ხო თურქეთმა დაითხრა ასე თქვა აზერბაიჯანის სასუნთქეთი და განაცხადა ევროპაში უნდა მიმიღეთ ევროპა თუმცა არ მიიღებენ სამაგიეროდ ვიზა ლიბერალიზაცია გაუმარტივეს შეხედეთ იმიტომ რომ მათ
დაიწყეს ევროპასთან ურთიერთობენ. კი, თუნდაც თუ კარგად ჩვენ საკომუნიკაციო ენა დავკარგეთ ევროპასთან. ამ deep state-ით კი განსხვავებული ღირებულება მაქვს. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ამ ღირებულებების გარკვევა, რატომ აქვს მე განსხვავებული, ხო? დავიწყეთ მეცნიერებების შეხვედრები, ფილოსოფოსების, აი მწერლების, როგორ აზროვნებს ევროპელი, როგორ აზროვნებს ავზიელი. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. ამიტომ პოლიტიკოსებმა დაიწყეს ის, რომ თვითონ დაიწყეს ამ დიდი თამაშის ვერ დაალაგებთ. აი 3-4 წელია წერო აზია ევროპის ამხილად დიდ პოლიტიკური ინსტრუმენტი შეუძლებელი ამის დალაგება. შეუძლებელი იქ რელიგიული პლასტია, ფილოსოფიული, კულტურული. ამიტომ უნდა დაიწყოს ამ სამეცნიერო კავშირების ჩვენ გვაქვს ეს ბუნებრივი, ყველას უგებთ, ყველასთან კაი ურთიერთობა გვაქვს. არც ერთი ქვეყანა არ არის, ვისაც შეუძლია ყველას ესაუბროს. რომ დაპატიჟო ყველა მოვა, ხო? ხო, ამიტომ ეს უნდა გამოვიყენოთ, რომ დავიწყოთ ფილოსოფოსების, ფსიქოლოგის. ეს გააკეთა შევარდნამდე 1979 წელს, როდესაც დადგა ევროპასთან ინტეგრირების საკითხი, მოიფიქრეს რა სკოლა შეიძლება გამოვიყენოთ ევროპასთან და ეს იყო უზნაძის ფსიქოლოგიის სკოლა და გააკეთეს მსოფლიო კონფერენცია არაცნობიერად. ყველა ჩამოვიდა, ყველა და ეს ფროიდის შვილიშვილმა რომ ამ კაცის საპატივცემლო ჩამოვლდო, საერთოდ არ ცნობდო საბჭოთა კავშირში. ანუ ეს ეხლა შეიძლება გამოყენებული იქნას, რომ დავიწყოთ ჩვენ საუბარი ევროპელები და ამას სერიოზული შეხედვა უნდა. მათი თავიდან ევროპა იგივე ხარზზე და სექსით იწყება. იქ სექსია, ისტორიულად ყველაფერი სექსია. მათთვის სამყარო სექსია, დაყოფილია ქალი, კაცი, სლავებისთვის. ჩვენთვის არ არის ეს კულტურა. ამიტომ ეს უნდა ეჩვენებინათ, რომ იცი რა, თქვენთვის ეს ბუნებრივია და ჩვენთვის ეს არ არის მისაღები, ეს ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ხო? და როგორ შეიძლება მოდი აი ფილოსოფოსები ვალაპარაკობ, ფსიქოლოგები და დაიწყებოდა ურთიერთკავშირი. ეს თურქეთი მე აღარ იქნებოდა შუამავალი. დღეს თურქეთია შუამავალი ევროპასთან უკვე. ჩვენ დიდი ხანი ამოვდებული ვართ, ხო? ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა გადადო ფაქტია, რომ ვერ დაგულები არა ვართ. ჩვენ ამოვიგდეთ. ხო, ნუ ამოვიგდეთ. ამიტომ ეხლა ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, მეცნიერებმა უნდა ავიღოთ მეტი პასუხისგებლობა. პროცესს არასდროს არც მთავრობას არ დაუთმია ყოველთვის კარგად ზნობს, არ დაძროს, არ დაუთმია და არ წასულა. ეგეთი არ არსებობს ისტორიაში. არსებობს გარე ძალა, გინდათ პოლიტიკური, გინდათ ძალა, რომლის იძულებული არის წააგოს რაღაც შეთანხმების დროს შესწომებს უშვებს და ავტომატურად მიწს. ამიტომ თუ ძალა არ დაუპირისპირდა, ხო? თუმცა რაზე უნდა დაუპირისპირდა ხარ? რას ვხედავ ჩვენ? მაგრამ თქვენ ახლა ლაპარაკობთ კარგად. ძალიან კარგად მახსოვს. დაანგრიეთ ყველაფერი ძველი. ხო, აი ეგ დაგეხმარებით ყველაფერს გაგიკეთებ. ეგ უნდა სადარი ეს ევროპა? ხო, აი ეგ დამაგრელი მიდა მოჭა და საერთოდ ჩვენი პოლიტიკური ეროვნული ძალების პოლიტიკური შეცდომა ის იყო, რომ არ შეიძლებოდა კომუნისტური პარტიის ხალხი ყველაფერი ცუდია. აი ეს იყო არასწორი იდიოტიზმი. ეს იყო იდიოტიზმი. მაგის შემდეგ დაიწყო ყველა პოლიტიკური ძალა შემდეგ ეძახვის შენ ხარის და აი ზუსტად იგივეს მოხდა. გამიგეთ, არ შეიძლებოდა კომუნისტური პარტიის ესე მიგდება და ყველაფერი უნდა გააკეთებო ანალიზი რა გააკეთეს, რა არის შესაძლებელი და შესაბამისად სწორედ წავსულიყო. თავარი რაც არის ჩვენ გვაქვს გადასაწყვეტი, ჩვენ რა გვინდა სამშობლო თუ სახელმწიფო. და რა არის ჩვენთვის? ჩვენთვის მაგალითად სახელმწიფოა სამშობლო და ყველაფერი. და არათ შეიძლება სამშობლო კონდეს და სახელმწიფო არ კონდეს. ჩვენ უნდა ორიენტირება გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო არის თავარი ღირებულება, რაც შეგვინარჩუნებს ჩვენს იდენტობას. თორე შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ევროპაში და რუსეთში. ამიტომ სახელმწიფოზე უნდა გავაკეთოთ. ერთი შეცდომა ბოდის ერთი მე სიტყვის პასივიზმი. ჩვენ უბედურობა იმაშია, რომ სახელმწიფო ჩვენ თვლით მართლად კი ვთვლით, მაგრამ სახელმწიფოს მართლს გონია, სახელმწიფო მისი საკუთრებაა. ხო, ეგ სხვა თემა. ხო, თემა კი არა. ამიტომ ასეთი არ უნდა იყოს. სახელმწიფო შენი კი არა. ბუნებრივი რესურსი არის სახალხო ქონება. კი ბატონო, ხო. ნუ ეხლა რეალურად რამ ფსიქოლოგიურ შეფასებას თუ მოიცვა და ფსიქიატრიულ იმყოფები და რა მოცემულობაში. ორად არის გაყოფილი ერი. ერთი თulis რო შე რო განადგურდე მე კარგად ვიქნები და ევროპაში შევალ და რუსეთი აღარ დამიყო ორივე
ანუ ორივე ვექტორი არის მიმართული და საერთოდ ფიზიკურად ვიცით ორი ვექტორი მიმართული ურთიერთსაწინოდ მოქმედება არის 0. ამიტომ ეს ორივე პარტია ამ მოცემულობიდან ვერ გამოვლენ, ვერაფერს ვერ შეცვლიან, ხო? და ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ პროცესზე, როდესაც დაპირისპირება იყო, სწორედ მეცნიერებათა კონგრესი ჩადგა შუაში და თქვით, რომ ჩვენ სულ სხვა გზა ვირჩევთ, ხო? არ შეიძლება, ხო? მოდი დავждეთ, ყველაფერზე შეიძლება შევთანხმდეთ. ყველაფერზე არის გამოუყვანია. ხო, თუმცა რა არიცი, ამ პარტიებს არ უნდა დაჯდომა, მათ ხო არიციან, მოკლედ. არიცი, არ აქვს არც თური. ხო, ამიტომ უნდა იყოს მესამე ძალა, სხვა მესამე ძალა ჩაერთვება თუ არა პოლიტიკურ პროცესებში და დაიწყებს რომ მოდი დავждეთ და დავილაპარაკოთ, ხო? ყველაფერი დაალაგდება და რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრირება ჩვენ უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსები deep state-ით ვერ დაალაგდება. ვერ დაალაგდება, ამიტომ ამას ალაგებს მეცნიერები ჩვენ ეს აზია-ევროპის გზა სერიოზული გზა არის. აქ განსხვავებული მენტალიტეტი ჩვენ ყველა გვინდობა ეს უნდა გამოვიყენოთ კაპიტალურად ჩვენ არა მარტო გზები სამეცნიერო კონფერენციები გავაკეთოთ აქ და აი გინდა მწერლები ევროპელები აზიელები ჩამოვიყვანოთ სხვადასხვა ღირებულებებია და დაინახავენ ეს ევროპელები გამიგეთ ეს არის ჩვენი ამოცანა და თუ ამას არც გააკეთებენ ახლა იმიტომ ამათ ამოწურეს ძალები მე რასაც ვიძახი და სწრაფად არის რაღაც ჯგუფის რომელიც შევა ზოლის ვერზე რა მეც ვერ ხედავ მე გამოსავალს ჩემი პატარა რეპლიკა აი სახელმწიფო და სამშობლო შორის ეს თავრობაც ქმნის კარგ სახელმწიფოს ჩვენებს ესე იგი გადმოყრის აიძულებს სადღაც წავიდეს შემოიყვანს არაბებს სპარსელებს ვიღაცებს იქნება მუშახელი და წავა ეკონომიკა წინ და იქნება დიდებული სახელმწიფო გვინდა ეს ჩვენ მე საერთოდ ამის ეროვნული სახელმწიფოა თუ არა ეგ არ არის სახელმწიფო ეგ არის შენარჩუნება ხელისუფლება გითხრათ აი თქვენ ორიენტაცია ან ერთ მხარეზე უნდა ვიყოთ ან ვიღაცასთან უნდა ვიყოთ ამას აი ასეა ჩვენი თქვათ მიმართულება როგორ უნდა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი ან რუსეთთან უნდა ვიყოთ ან ევროპასთან უნდა ვიყოთ ან ჩინეთთან უნდა ვიყოთ ან ირანთან უნდა ვიყოთ და ბატონ თემუშეს ანიშნავად არავისთან ჩვენ არ უნდა ვიყოთ ქართული არავისთან არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოსთან მე რუსი ხარ ევროპელი ხარ თუ ვინც ხარ კი ბატონო ჩემი გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენე ვითანამშრომლო თამაში მე ცხოვრენაირად ხელშეგიწყობ მაგრამ მე შენ ჭკუაზე ვერ ვიბლი ჩვენ მოსკოვის კრემლის ჭკუაზე სიარულს ვერ ვზოდით ხო ჩვენ მინდა ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდეს ერთი იმიდან გამოვედი და მე ევროპა მე უცხოელებს ვეუბნებით მანიშ რომ მოდიან ჩემთან მუზეუმში ჩვენ კი არ მოვდივართ ევროპაში არამედ თქვენ ბრუნდებით თქვენი წინაპრების სამშობლოში აი ჩვენ გვაქვს ესა ევროპა ვიყავით და ვარ ჩვენ აზიაც ვართ და ევროპაც ვართ ხო ერთ სიტყვი რა შეიძლება და დავამთავრებ ბატონბესიკ მაბადიეთ თქვენი იმას აი ბატონი ვახშინ ახსენა რომ აიო დასავლეთიო მარტო გეი და აღლუმი და LGBT და ეს არისო მე შეგითხვა მაქვს ბატონი ვახშინ ასე ამაზე აგებენ ესენი აგებენ ბატონო ვახშინ რეზოლუცია რომ მიიღეს მე ხელისუფლების მახებარი არასდროს არ ვიყავი და არც ვიქნები მაგრამ ხედავ მე ისტორიკოსი ვარ და ხედავ ჩემთვის ყველაზე ჯულფასი არის ქართული იდენტობა ჩემი ოჯახი თავისი ტრადიციებით მე ამას ვერ გავყვნი ჩემ ოჯახს შენი სახელმძღვანელოებით მოწოდებული ის გეუბნება ამ რეზოლუციას ჩაწერეს მე ვიზარები ლიბერალიზაციას არ გავუქმებ მუნდა ორი კანონი უნდა გაუქმო ერთი არის მე არ ვიმეორებ ხელისუფლებას ლაპარაკობს ამას მაგრამ მე ჩემი როგორც ქართველი კაცი ვამბობ მეუბნებიან ის ბიუროკრატია თუ ვინც არის ბრიუსელი რომ მე დავტოვებ ისე ყველაფერს და ამ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში არ გაგიუქმებთ მაგრამ სამაგიეროდ ის ორი კანონი როგორც თქვენ მიიღეთ ის უნდა გააუქმო ერთი არის გამჭვირვალობისა და მეორე ოჯახის სიწმინდის და ბავშვების დაცვის
ოჯახის დაცვისა და იმის რაღაცა კანონი რომ არის თქვენ. მე მივესალმები, ეს ძალიან კარგი კანონები მიიღეს. ძალიან კარგი რამ დაიწყო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა. მე ნაბიჯ რაღაცები თუ კაიკეთება, ჩემთვის არა მნიშვნელობა ის მე ისა ოცნება იქნება თუ რაფია ნაციონალური თუ არა მნიშვნელობა. საქართველოს სასარგებლო თუ ვინმე რამეს გააკეთებს მე მივესალმები. ჩვენ ვართ აი მოქალაქეები, რომლებსაც გულშემატკივრად ჩვენ სამშობლოს და ვფიქრობთ. არ ვაპატიებთ ხელისუფლებას თუ საქართველოს საწინააღმდეგო რამეს გააკეთებს. მე ვხედავ როგორც ისტორიკოსი სუვერენიტეტი შე დამოუკიდებელი არ ახლა სრულყოფილი დამოუკიდებელი არავინ არ არის ქვეყანაში. არც იქნება, მაგრამ არის რაღაცა დოზა და ზომიერი მასში ფარგლებში მე უნდა მქონდეს უფლება ჩემ ოჯახში ცოლი როგორ მოიყვანო, რამდენი ბავშვი გავაჩინო, როგორ გავათხოვო, როგორ ესა ოჯახი. ეს საქართველოს ჩემი დიდი ოჯახი არის. ამას გირგვებს ახლა. ამას მირგვებს შენ და მე ამაზე არ დაგეთახმები, რაც არ უნდა ამას ჩამსვა. გამიგეთ ახლა მე ჩემი პოზიცია ეს არის. არა გაშფოთად იმან რომ იმ ქალბატონს ამაღლობელს 7 წლიანს რო უკეთებენ და ეს თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ? მე კი ამ იმაში ნორმალ არა გაგზავნე. ეს არ მიткоს. ეს არ მიჩემს. ვახში რატომ მეუბნები და ხარ? თქვენ ხომ მითხარი და უნდა იყოს? არა, უნდა იყოს არ მიткоს. რატომ არ აღშფოთდით ამისთვის? ხომ და აღშფოთდეთ თუ ნორმალური გაჩხარ? ხარი ახტები კაცს და მე ასე ვთქვი. მოიცა. ველი ხარი თუ გამიჩარა. პოლიცია ზოარტყამ სახეში. მოსან ჯოგმელიჩელი მოსანმარიც არის. ეთახმები მაგაში, მაგრამ ხომ ამ ხანს რომელმაც კარგით რა. არა ნუ ეს ამაში ვერასოდეს ვერ გამიგეთახმეს. ვერ გამიგე. ბატონ თემურს მინდა მე ვარ 80 წელს კაცი რა. ახსარება მოძვართან ახსარება ჩამარ, იმიტომ მზად არა ვარ. დიახ. ემზადები ახსარების შესაძლებელი. ჩვენ ხელისუფლება ხალხი ვერ მომამზადეთ. არ მოგვცეს ამის საშუალება. ვერც ამის, იმიტომ ეხლა ილე წავწოვაზესა, ესეთი ბედნიერი ქართველი გლეხი. ყველა სურვილი შეუსრულსაც ითხოვდა წამოდამოთო მოვალეობა, დროთა განმავლობაში მოძებნა კითხვის შემოჭამო ჩასმალივრად. ჩვენ იცი რომ ჩვენ ეს ხალხი გლეხი ვერ ავიყვანე სახელმწიფოებრივად ვერ მიაზროვნა ერმო. დაუღმეთ გლეხები. დავაქციეთ. ახლა წაღარობთ ჩვენ ყველა ოჯახში საკუთარი პარტია სოფელში. 65 ოჯახი და 65 პარტია მარტო სოფელში. აბა ეს არ დააგებრამეს? 65 პარტია სოფელში რა. რასი ანალოგიურად ყველა თავისი პარტია. მე ფიქრობ მე ვამბობ რომ მე ვარ ყველაზე უკეთესი ყველა ჩქენი არა ყველაზე დაბალი დონის ვარ ხარ ამბობდა რომანთან საუბრობდა მე ერთხელ ლექსი მქონდა ასეთი დავწერე დახურენზეც ამას პლანტას საუბარს ვიწყებ რომ დავხედე პროცესზე შემეწოდა ჩემი და მე ვიტყვი შამპანის დამცეგა არა ჩვენ პრინციპი როგორ ერევა დღეს ჩემი დონეში მე ბავშვმა დამიცა 13 წლის წინ სამების საკათედრო დაზვერში მეშვიდე კლასელა ბავშვმა არა შეიძლება ჩვენში დაგუგებულ აგრესიას დაუბაზროებს საშინელება აგრესია არის საშინელება ეს კითხვა გაჩნდა ამ თამაში გაჩნდა ეს იმიტომ თავარი რომ ჩვენ ასეთი კრინკრაობით გავანავაჩვენოთ ამათეს გზა ასეთი ჩვენ ვისაუბროთ ძალიან როგორც მე მახსოვს მე პაპა ჩემის დაუბა გლეხანი ხარ და დაძლებოდნენ ედგარ ერთი ბოთლა ღვინო დაისხამდნენ ნახევარს ღვინოსა ნახევარს გასულებდნენ საუბრობდნენ და ხმამაღალი სიტუაციის მოდე ისინი საუბარია რა უჩერდა რომელი ბიცა უნდა მეახნათ ხორბლისთვის რომელი კარტოფილისთვის რომელი ამათ იცოდნენ ისინი გლეხები უნდა მაგრამ ის იცოდნენ პაპა ჩემი იცოდა ხოლმე მიწას რო ხნავდა ასე აიღებდა მიწას მოუჩანდა ეს და ითქვა რომ დათესილიყო ჩვენ ეს დავკარგეთ. გამოცდილება დავკარგეთ და
ძალიან კარგი რამეს ამბობთ ბატონო და მინდა გითხრათ რომ მაშინ იმ პერიოდში მეფესთან შეეძლო გლეხს მისვლა შეეძლო მისულიყო ნებისმიერთან და თავისი აზრი გაეზიარებინა დღეს როდესაც ვიღაცა გეუბნება გუშინ არაფერი იყო და ახლა რო გახდა თანამდებობაზე და გეუბნება რომ შენ ვერ მოხვალ ჩემთან და ვერ დამელაპარაკები აი ეგ უკვე იწყება ყველა კონფლიქტი თქვენ რომ ძალეთ 65 პარტია 65 პარტია გაქრება სოფელში ხვალ როდესაც ხელისუფლებაში მისვით ფულს ვერ იშოვი და ხელისუფლებაში მისვით ვერ გამდიდრდები როდესაც მე ვხედავ რომ მხოლოდ ერთადერთი ადგილია სადაც შეიძლება გამდიდრდე ეს არის ან მდიდარი მიდიხარ ხელისუფლებაში და იცავ შენ სიმდიდრეს ან ხელისუფლებაში რომ მიყვალ მე გამდიდრდები ყველას უნდა იქნეს თქვენ იცით ძალიან კარგად რომ იყო ძალიან ბევრი სოფელი სადაც ერთი გენერალი უწამოვიდა 5 გენერალი გახდა იმ სოფელში ერთ ჩახტიორი რომ იყო ესე იგი სტალინმა თქვა რომ მანქანა იმას მაღაროს უშამო ერთი თვის ხელფასით მანქანა უნდა იყიდოს ჭიათურაში მაღაროში ვინც მუშაობს დღეს პურს იღებს ნისიად იმ ჭიათურელმა დაინახა რომ გამგებელი ცხოვრობს კარგად თანამდებობაზე მისული ცხოვრობს კარგად პოლიციელი ცხოვრობს კარგად პოლიციის უფროსი ცხოვრობს კარგად ამიტომ ფიქრობს ამათ ვინ ნიშნავს ხელისუფლება ამიტომ მეც მინდა ან უნდა გავხდე მონა უნდა შევეკვირდე როგორც კი შეიცვლება სისტემა აი რაზე ჩვენ მუშაობთ ეს არის მეცნიერთა კონგრესი ეს არის მე ამიტომ ვცე პატივს თქვენს დოკუმენტს თქვენ ხშირად ამ დოკუმენტს არ ახსენებთ მაგრამ მე ამ დოკუმენტს თუ რომ ეს არის 100 წლის მერე იტყვის ხალხი რომ ამ მაგარი დოკუმენტი შექმნილია მე ჩვენ მეპარება ამ დოკუმენტმა შეიძლება ბატონო ტარიე 100 წლის მერე მთელ საზოგადოება ჩამორიცხოს ინდისი ცეცხლი ჩამორიცხოს უბრალოდ ცეცხლი ჩამორიცხოს ესე იგი თქვენ ხო ხედავთ სულხან საბამ მთელ თავის ეპოქაში ჩამორიცხა რა ვის ახსოვს ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში და ვინ გამგებელი და სულხან საბა ახსოვს ილია ჭავჭავაძე ახსოვთ ხო ახსოვთ აი რამდენი ნიკო ნიკოლაძე რა წინააღმდეგობები იყო ესე იგი დიმიტრი უზნაძე ესენი ახსოვთ რატო იმიტომ რომ იყო მე დღეს მეწოდება ინტელიგენცია და რატო იმიტომ რომ ინტელიგენციას გორია რომ უნდა უსმინოს ხელისუფლებას ქვეყანა არის ის სადაც ხელისუფლება იცის რომ უნდა უსმინოს ინტელიგენციას სხვადასხვა რამე ეს წერილს წერდა იმპერატორს ვინ თქვათ ცნობილი კომპოზიტორი ფული მას ესხევა და იმპერატორი ერთი კვირის მერე ფულს ასესხებდა უგზავნიდა მას ეს ცნობილი ფაქტებია რამდენიც გინენდეს მოგიყვებით ხო დღეს აბსოლუტურად ეს კავშირი რომელზეც ლაპარაკობდა კომუნიკაცია ბატონი ბესიგი რო საუბრობდა კომუნიკაცია დაიკარგა დღეს ვერ ნახავ ხელისუფალს ან ვისაც ნახავ გადაწყვეტა არ შეუძლია აი აგერ კაცი ზის თქვენს გვერდით რომელსაც უთხრა ერთი სოფელი ჩამაბარეთ მე არს გამგებლობანი და არაფერიო ერთი წლის თავზე გაჩვენებთ როგორი იქნება სოფელი ცხოვრება ჩასო ჭიდაო არ ჩამაბარეთ გასაგებია აი მაგრამ აი ნახეთ თქვენ აი როგორ არის ჩვენ ვინმე კი არ უნდა ჩვენი ამოცანა რა არის ბატონო რომან აი ნახეთ ჩვენი გუნდის ამოცანა რა არის და იმიტომ უხმობ ჩვენ ამ ადამიანებს და იმიტომ ჩვენ მეხელწებით ბატონი ბესიკის ფსიქოლოგია ძალიან სერიოზული მოდი და ბატონი ვახში მართვის სპეციალისტი ერთ-ერთი სერიოზული თქვენ წარმოიდგინეთ რომ ბატონი ვახშის თეორია მართვის თაობაზე 8 ქვეყანაშია დანერგილი საქართველოში არც ეკითხება ვინმე რა არის იქ რომანურუ არ არის გარჩეული ხო არ არის და დღეს ახლა თქვენ სამი კაცი აგერ გავიწიოთ ჩვენ იქეთ თქვენ სამი კაცი ხართ მე რო დღეს პრემიერი მინისტრი ვიყო კვარტალში ერთხელ მაინც შეხვდებოდით სათითაოდ თუ არა რაღაც გარკვეულ ჯუსტებდები როგორ ფიქრობთ რა შვებით როგორი მდგომარეობა რა ქნათ რა გავაკეთოთ მე ვერ ვნახე ბატონო ტარიელ ადამიანი რომელიც მეტყვის იმას რომ სადმე მილიციის დასათათბირებლად ვერ ვნახე მიიწვევენ სხვადასხვა შეკრებებზე თქვენ ერთ-ერთ შეკრებაზე იყავით რაღაც იმათ ჩაატარა და მე მაშინ თქვენ ძალიან შემეწოდეთ ამ ხელა მწერალი იმიტომ რომ ტელევიზიები თქვენ სახელმწიფო ტელევიზია თქვენ გაჩვენებდათ იმიტომ რომ აი ტარიელ ხარხელაური ჩვენთანაა ტარიელ ხარხელაურთან უნდა იყოს ხელისუფლება რომან რურუასთან უნდა იყოს ხელისუფლება ჯუმბერ კოპალიანთან უნდა იყოს ხელისუფლება მეცნიერებათა აკადემიასთან უნდა იყოს ხელისუფლება მე ამის მომხრე ვარ მე ეს ვიცი ამ ასე გამოვა ეს ქვეყანა მდგომარეობიდან სხვანაირად ეს წარმოუდგენელია თქვენ გახსოვთ ახლა თქვენ ჩვენ როდის გავიცანით ერთმანეთი როგორი პიროვნება იყო რაიონის ხელმძღვანელი ხო ხალხში როგორ დადიოდა ხალხოსანი ხო იყო არა როგორ უყვარდათ ხო იყო ესეთი რამე არა ხალხ რატო უყვარდათ იმის გამო კი არა რომ პირველი კაცი იყო რა უბრალო კაცი იყო ადამიანი იყო დადიოდა მიდიოდა მოდიოდა ხდებოდა ელაპარაკებოდა ხალხს თქვენ სადმე გინახავთ მეტროში გინახავთ მე მინისტრი
მინისტრის მოადგილე გინახავთ მეტროში. გინახავთ ვინმე რომელიმე ხელისუფალი. აი აგერ ერთმა ქალბატონმა დაწერა ამისი თქვენ ხონდათ მეგონი ბატონში ვინმე არის ერთი ესე იგი სულაკაძე მარინა სულაკაძე რომელიც ბელგიაში ცხოვრობს 30 წელი და ესია რა გინდა წავიდა გაჭირებონ წაიყვანა ის კაცი მაგრამ ნახეთ რა ამბობს ბიჭო არასწორად ლაპარაკობ საქართველოში მე აღწხოვრობო ბელგიაში აქ არის თელი ევროკავშირი არ არის ეგეთ კოოპერირება და მოიყვანა მაგალითი რომ პირველ კლასში შვილი რომ მივიყვანეო დამიძახეს და მითხესო თქვენ რომელი აფსარებლობის ისახათო ოჯახი მე ვკითხე რა თქინდათო და თქვენ თუ გინდა თუ ჩვენ მოგიყვანთო იმას ანუ მე ერთადერთი აღმოჩნია მართლმადიდებელი და მომიყვანეს უკრაინელი ისო ბელგიაში რომელსაც აქ ლაპარაკობენ რომ უბედურება არ არის ბატონებო ეგრე მე ამას ვეუბნებით რომ თქვენ წელანი არ ბატონი თემურიც კი ათმევინეს რომ ის არ რა არ მინდა კაცო თელი საქართველო მიდიოდა ევროპა ვარ ჩვენ და როგორ შეიძლება მე ევროპა სხვა ცივილიზაცია ევროკავშირი შეიძლება არ მინდოდეს მაგრამ ევროპაში ვარ ჩვენ ევროპა და მე გეთახმებით რომ აქეთ უნდა მოვიდნენ ეს ბიწერია მე რომ სახელმწიფო დოქტრინაში ჩვენ უნდა ვიჭავწერენ იმ ფისკალბატონი რა ნახეთ რა ამბობს გაუცემული დაუჩი რომ ამბობს იმას რომ კრება შობელთა კრება ტარდება ინდივიდუალურად ჩვენ და როგორ იყო კომუნისტების დროსაც დაიბარებდნენ ყველა შობელს და იქ ვიღაცას აკეთდნენ ვიღაცას ანიავებდნენ სათითაოდ გვეძახიანო და გველაპარაკებიან ღიმილითო ჩვენ დიმიტრი უნდანსტელურია იქ კონცერტია თქვენ ჩვენ არ ვწოდნი ეს აგერზის კაცი და გვეტყვის ამებას უფრო მეტიც მე ვმუშაობო ერთ-ერთ ყველაზე იმაზე რატო გვინდეს ამ მაგალითს რატო ვიცი რომ ისი არ არის როგორც აკატყუებენ ხალხს მე ვიყავი იქ ვიცხოვრე იქ და ვიცი არ ვიცი ეგეთი რამეები ან თუნდაც პეტერბურგში ვიცხოვრე 2 წელი და ესე იგი აი პეტერბურგის ინტელიგენციას მე დღემდე ვლაპარაკობ რომ ეს სხვა მწერლობა სხვა ხელოვნება სხვა კულტურა ვინც არ უნდა მაგრიტიკოსო ვინც არ უნდა მაგრიტიკოსო და ვამბობ იმასაც რომ საქართველოს ისეთი ინტელიგენცია ყავს რუსეთში ამის გამოუყენებლობა არის დანაშაული ამას შეიძლება გააკეთებინო ქვეყანას საქმე თუ ხელისუფალი ხარ გაძვლა ჩვენ ამას განზრავთ ხო მაგრამ ამას გადავდოთ იქეთ ის კაცი ამბობს რომ მე მუშაობ ფარმაცევტულ კომპანიაში ერთ-ერთი ძლიერი კომპანია მსოფლიო მასშტაბით და ათეულობით მილიონის პროდუქცია საძარღველ თვეში ხელმძღვანელი ერთი კვირის თავზე მე რიგით მუშა დავიწყე მუშაობა მოვიდა მანქანა მას არ ემსახურებაო დააგვირდით თქვენ მანქანა არ ემსახურებაო კაბინეტი იმას არ აქვსო დივანი იმას არ აქვსო ჩვენ ყავას რითაც სვამთ იმით მოვიდა იქ და რომ ნახევ ეს იყო მე ცოტა შეწუხდია და რიგი დამითმოო სახელით მომმართაო ერთი კვირის მისულსო იქო ისეთ რამეებს ხდება ეს ამის მოგონება არ შეიძლება ჩვენ კიდევ რა თქმა უნდა იქ ბევრი რამე შეიძლება ცუდი იყოს მაგრამ მე ვამბობ რომ ნებისმიერ ადამიანში არის კარგი შენ შეხედე ყველა ადამიანში ეძებე კარგი და იმ კარგის წინ წამოწევი ეძებე ცუდს ესაა დიმიტრი უზნაძე და გეუბნება განწყობის თეორია ეგ არის შენ მანდამაინც ეძებ ყველაფერში ცუდს არაფერი არ გინდა რაღაც ის არის და ვიდრე ჩვენ ყველაფერში ცუდს ვეძებ მე საქართველოში ვხედავ საშუალებას იმისა რომ ძალიან მალე ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ მდგომარეობა კი გეთახმები ამ ქვეყანას ყავს ეს ხალხი ამ ქვეყანას შეუძლია ეს ერთ-ერთი აგზიხარ თქვენ ის ადამიანები რომელთა ბეჭებზე დგას ეს ქვეყანა და ღმერთო დიდხანს კიდე ასეთი უამრავია და ბევრია მე არ მინდა რომ თქვენ იყოთ ხელებს ჩამოშვებული ბატონ რომანთან სულ მომივაქვს მე ვამაყობ მასთან ურთიერთობით და მას აქვს რა თქმა უნდა ბულგატი ხილულობ ბევრ რამეზე ამ კაცმა ორი ეზოვიცი მე საქართველოში ბერა ბენზენიშვილის ეზოში რო შეხვდა არა ქართველი რო შეხვიდა გამოხვალ ქართველი და რომ შეხვდა რომანულას ეზოში რომ შეხვიდენ ესე იგი მათხოვარი იტყვი რომ ბიჭო ამ კაცმა ეს შეძლო ეს გააკეთა მაგრამ ეხლა ბატონ რომანს ეწყინება რო იტყვი მაგრამ მისი პრემიერ-მინისტრი ცხოვრობს ყოფილი ააშენა სასახლე რომან რუდუას ინდო ცხოვრობს აჩა გადადის კვადრილზე რა კდეკარი შემოასხა იმას ეხლა ერთ-ერთი აღეშინია რა მინდეს რა მინდა კორესპონდენტი მოვიდა და რითი აშენაო და ფულით მიდია ფული საიდან მე მეკითხე ბეკაცო ფული საიდან და გამეჩენა და ჩამი თვალე და ეროვნულმა და ბატონო რომან მე ვარ პეტრამეს აი ესე იგი მე ჩვენ დღეს ქვეყანას ჯერ კიდევ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ყავს ისეთი მეცნიერები ისეთი ინტელიგენცია ამ სიტუაციის შეცვლა შეიძლება უბრალოდ ხელები ჩამოშვებული მივარიან ესენი და ხელები მე გეუბნებით თქვენო მოვა დრო როდესაც იმას კი არ იტყვიან ვინ იყო პრემიერ-მინისტრი ან ვინ იყო პრეზიდენტი იმას იტყვიან რომ ბიჭო ეს ბნელი პერიოდი თუ იყო ქვეყანაში არ იყო კაცი შემომძახებელი ერთი ვინმეო მე ამ შემომძახელებს აქ და გარეთ ხედავ ბევრს
ტარიე ხალხელაური ლექს რომ დაწერს პრემიერ-მინისტრის ერთ საათში რომ დაიბეჭდება წაკითხული უნდა ქონდეს და იმის უკან რაღაცას უნდა კითხულობდეს მე ხმანაირად და ლიტერატურული გაზეთები რო გამოდის და ურეკავ ძალიან ბევრი ვინმეს მე რომ ვკითხულობ იმას და თემურაჩალას თვითონ არ ქონდა თავის ლექსები და მას აკითხული და ტარიე ხალხელაურის ლექსები სადაც საქართველოს სადაც დავდივარი ვკითხავ ყველას იმიტომ კი არა რომ მე მას ვაქებ მე ჭირდება ეს ქვეყანა ჭირდება ეს ტარიე ხალხელაური ჭირდება ქვეყანა შეიძლება ბევრი ამაზე დააკრიტიკო რაღაცა ლექსი დაწერო ყველას ყველაფერი კი არ ეცოდი მაგაზე არ არის მე მეუბნები მე მომეცამეს ესეთი კეთილშობილი კაცი თქვენი კოლეგა მე და ის მივედი სახში მასთან რა ქვია მაში ურამ გედეხაური მივედი სახში და იჯდა ღამედ მე ვიფიქრე წავიყვანი არ იცნობდა მაშინა მე ვიფიქრე ვაი თუ არ არის სახში და ბჟუტავ სინათლე შევედით და ეკონომიას ეწევოდა სინათლის და იჯდა ეგ და ბარზაკი და ესენი და ესენი ტექსტი გაშლიდა ისეთი თონის პოლიჭამე და ისეთი არაგი დავინე და ისეთი პოლიჭამე ესაც ბახსოვს იმის გემო ეს ხარ თქვენი ეს არის ჩვენი ამოცანა არის რომ უნდა ხელისუფლება არის მსახური არ მოვასვენოთ მსახური არ მოვასვენოთ ამ ქვეყნის ბატონი არის ხალხი ხალხი კი არა მარტო როგორც ამბობს დიდი ფილოსოფოსი ხალხი და ბრძენკაცნი აი ჩვენ ვივზით იმისთვის რომ ხალხის და ბრძენკაცების შეერთება მოხდეს ეს ვიტყვი ბატონო თემურ აი თქვენ რო ბრძანეთ იქ როდესაც ევროპა გიყენებს ულტიმატუმს რატო თუ რაღაც არ მოგწოს უნდა დაუნტკიცო ფილოსოფიურად ფსიქოლოგიურად სამეცნიერო არა როგორ არის როგორი თემა ის ამ LGBT რო შეიგრა ამას თელი სამეცნიერო კონფერენციები თელი რაღაცები როდესაც შენ განსხვავებული აზრი გას ეს უნდა ჩამოუყალიბო და დაუსაბუთო ფილოსოფია არ არის ფილოსოფიურად ფსიქოლოგიურად გეოპოლიტიკურად რელიგიურად და ამას ჭირდება სამეცნიერო ინსტიტუტები როდესაც ესეთი ინსტიტუტები გაქვს ამ ინსტიტუტებმა უნდა იბრძოლოს და არა შენ პოლიტიკურად როდესაც შენ პოლიტიკურად იბრძვი და ამას არაფერს ეს ევროპა ისინი ულტიმატუმებს დაგიყენეს თქვენ იმის დასადასტურებდა და ამაზე არ კამათობთ მაგრამ ხელისუფლებამ თავის დროზე ბატონი ღარიბაშვილის ხელმოწერით სამტომეული გაუგზავნა სადაც უთხრა ყველაფერზე თანახმაროთო და ყველაფერი შეიტანოს მივიღეთ ამ კანონსაც მივიღეთ ამ კანონსაც მით უმეტეს რაღაცა შეხედულების კანონზე მომბობს ის კანონი გასაუქმებელია მაგრამ სხვა კანონია მისაღები ჩვენ დამეკმესდა კონგრესმა გამოაქვეყნა უნდა გაკონტროლდეს არა მარტო გარედან შემოსული პული არამედ უნდა გაკონტროლდეს ქვეყნის შიგნით რა ეს შეცდომა ჩვენ შეცდომა ყოფილა ჩვენი ხელისუფლების განწყობა ევროპის მიმართ და თავიდან რომ ყველაფერს არ უნდა დაათანხმებული ხარ გაგი ძალიან ევროპა როცა არ გინდა ჩინეთისკენ არ უნდა მიდიოდნენ დიდი მადლობა შემოს ვიფასებო გავამთავროთ დღეს ბატონ ტარიე ერთ რამეს გეტყვით თქვენ ისტორიკოსი ხარ და სკინვალის სპეციალობა რა დაიბარა ისტორიაში ისტორიამ დაიბარა ისე რომ არავის არაფერს არ გაპატიებთ კარგ გაკეთებულს დაგიდეთ სულ გაკეთებულს დაგიდეთ წინო აი ეს ოქრა ისტორია აი მე გავაკეთე საკმაოდ ფილოსოფიაში რაც ვიპოვე ისტორია არავის არ ავადებულებს მის ცოდნაზე მაგრამ არავის არ პატიებს მის არცოდნას იგივეა ხო ბატონ ტარიე ჩვენი რომანები შეხედა თქვენი რომელიმე ლექსით რა თქვენ გესიამოვნებათ იმით დავამთავროთ კი ბატონო შეწყდა ჩოჩქოლი თემზე მიწონზე ეს ჩუმიწამე მეკცა წამემად მე ახლა ვდგავარ ქართული მიწაზე რა ვქნა თუ ესაც მეწოდავება ჩუმია სივრცე ფეხსუცემ ძნაურა და ასაფრენად იწევებდები მე როცა ქართული მიწაზე ვდგავარ თელი სამყარო მიჭირავს მხრებით შენი თუ არ დიდი ცნება ვინც შენთან ყოფნას ართულებს ამ სამყაროსთვის შენახარ ხედი იმ სამყარომდის მიწავ ქართულო შენ უნდას ყველას ვინაც გაგწირა და სისხლს გიწოვდა როგორც აფთარი რო გამშვიდ ყველა მერე არწევა და იმათთანაც იყო მართალი რა გჭირს ისეთი მე რომ გიცავდე როცა შენთან ვარ ვიცი ნებნება ღმერთო მე ვდგავარ ქართულ მიწაზე ნათელი შენი სულში მეღორება და ქუხს გრეგალი ფეხსუცემ ძლავრად და ასაფრენად იწევენ ფთები მე როცა ქართულ მიწაზე დავდგავარ მთელი სამყარო მე მიმაქვს მხრებით ეს არის ბუნებრივობა რომელიც არის სწავლება ან გავს ან არა
ანა შევორჩა მე მომკალი და მინდა დავამთავრო ის გამოვხსენა წაგაშორო საუბრობ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს მე დიდი იმედი მაქვს რომ შევხედავ მიშო ჯავახიშვილის ბავშვებს ჩამწკრივებლում არიან აბა საზღერიან აი საქართველოს უხდაობა ეს არის აი ესეთი ბავშვები მოდის და ეს ბავშვები ვიღაცები უნდა გამოსკაცოთ ხელიდან და თავიანთ მშობლებს უნდა დაუბრუნოთ ღმერთმა ამ გზაზე გადააროს დიდი მადლობა ეცვა დაუბრუნო მე თქვენ რომ ძალიან